შეგვიძლია უკვე გადავიდეთ მეორე საკითხზე და ქალბატონი თამარი წარმოადგენს საშუალების პრობაციის სამინისტროს პოზიციას რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე ბევრი რეკომენდაცია იყო სამინისტროს მიმართ. მოგესალმებით. წარმოგიდგენთ ინფორმაციას სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით, რომელიც ასახული იყო სახალხო დამცველის 2015 წელს გამოსულ, ასე ვთქვათ, ანგარიში, ხო, 2014 წლის ანგარიში. პირდაპირ მივყვები რეკომენდაციებს დადგენილების მიხედვით, ხო? პირველი რეკომენდაცია ასე ჟღერს მიიღოს ყველა გონივრული ზომა, მათ შორის შესაბამისი სწავლებით და ინსტრუქციების მიცემით, რათა სამედიცინო პერსონალის და პატიმრის გასაუბრებისას კონფიდენციალობა სრულად იყოს დაცული. ზოგადად უნდა ითქვას, რომ რამდენიმე რეკომენდაცია ეხება სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფის საკითხს, სათანადო სამედიცინო, ასე ვთქვათ, დახმარების გაწევის საკითხს. სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ წლების განმავლობაში მუშაობა იმაზე და იმის უზრუნველყოფა, რომ სამედიცინო პერსონალი იყოს მაქსიმალურად დამოუკიდებელი სასჯელ ახსულების სისტემაში. ეს არის ამოცანა, რომლის შესრულებაზე ვფიქრობთ, ამ მიმართულებით რიგი, ასე ვთქვათ, ღონისძიებები გატარდა, მაგრამ ეს არ არის, ასე ვთქვათ, ამოცანა, რომელიც ბოლომდე შესრულებულია, ამაზე მუშაობა ძალიან აქტიურ რეჟიმში გრძელდება. საკანონმდებლო კუთხით უნდა ითქვას და კანონქვემდებარე აქტების მხრივ ამ კუთხით პრობლემები არ გვაქვს, იმიტომ რომ ამ საკანონმდებლო ბაზით სრულად უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის და პენიტენციური დეპარტამენტის ფუნქციათა სრულად გამიჯვნა, თუმცა პრაქტიკაში ვიცით, რომ გარკვეული, ესე ვთქვათ, ხარვეზები შეიძლება იყოს და ამ საკითხზე, როგორც მოგახსენეთ, ძალიან აქტიურად ვმუშაობთ. კონფიდენციალობის დაცვის თემას რაც შეეხება და გასაუბრებას პატიმარსა და სამედიცინო პერსონალს შორის, როგორც წესი, ეს გასაუბრება მიმდინარეობს გარეშე, ასე ვთქვათ, დამსწრე პირის მონაწილეობის გარეშე, თუმცა არის შემთხვევები და ალბათ არ არის ეს ძალიან ერთეული შემთხვევებით, როცა აუცილებელი ხდება ამ გასაუბრებას დაესწროს, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სხვა თანამშრომელიც ამ უსაფრთხოებაზე როცა ვსაუბრობთ სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებაზე თუნდაც, იმიტომ რომ ჩვენი მიზანია ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, მსჯავრდებულებსაც ყველა პირობა უნდა შეექმნათ იმისთვის, რომ ღირსეული პირობები ქონდეთ სასჯელის მოსახდელად, მაგრამ ასევე ჩვენი თანამშრომლები, სამედიცინო პერსონალი, მათი უსაფრთხოებაც არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ამ მიმართულებითაც მუშაობდა, როცა ექიმი არ გრძნობს თავს დაცულად ან სამედიცინო პერსონალი მსჯავრდებულთან ურთიერთობაში, არის შესაძლებელი ასეთი შემთხვევები გქონია, როცა რაღაც ფიზიკური, ასე ვთქვათ, ინციდენტი მომხდარა მსჯავრდებულსა და სამედიცინო პერსონალს შორის, უბრალოდ ამის გათვალისწინებით არის შემთხვევები, როცა მათ გასაუბრება შეიძლება დაესწროს უსაფრთხოების თანამშრომელი. აქაც კანონმდებლობის კუთხით პრობლემა ნაკლებად გვაქვს, იმიტომ რომ კანონმდებლობაში ეს სათანადოდ არის ასახული, მაშინაც როცა უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გარეშე პირი იმყოფება, დაცული უნდა იყოს ის დისტანცია და ისე უნდა იყოს განთავსებული ეს თანამშრომელი ამ გასაუბრების პროცესში, რომ საუბარი არ ესმოდეს, უბრალოდ ქონდეს შესაძლებლობა საჭიროების შემთხვევაში, რომ გარკვეული ზომები მიიღოს. რაც შეეხება მე გითხარით, რომ ხა ეს არის თემა, რომელიც ვერ ჩაითვლება შესრულებულად და ამას ჩვენ ასე ვთქვათ უხეშად ბწიჩკას არ უსვამთ, არ ვამბობთ, რომ ეს საკითხი გავიარეთ, იმიტომ რომ ამაზე მუდმივად მუშაობთ და ძალიან აქტიურად არა მხოლოდ სამედიცინო პერსონალთან, იმიტომ რომ ეს არ არის მხოლოდ სამედიცინო პერსონალის პრობლემა, ეს არის ასევე ჩვენი პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლების პრობლემა, უსაფრთხოების და რეჟიმის, ასე ვთქვათ, სპეციალისტების პრობლემა და მათთანაც, ასე ვთქვათ, ძალიან აქტიურად მიმდინარეობს ამ საკითხებზე მუშაობა. რამდენიმე სასწავლო კურსი გვაქვს, რომლის, ასე ვთქვათ, გავლაც ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, პენიტენციური და პრობაციის
ინფორმაციის სასწავლო ცენტრში და ამ კურსების, ასე ვთქვათ, კურიკულუმი მოიცავს სამედიცინო პერსონალის და სამედიცინო ინფორმაციის ზოგადად კონფიდენციალობის თემას. აქვე გეტყვით, რომ ასეთია მაგალითად ჯანსაღი გარემოს შექმნა და დაავადებათა პრევენცია საშუალახსულების დაწესებულებაში. ეს არის ერთი კურსი, რომელშიც მონაწილეობენ როგორც სამედიცინო პერსონალი, ანუ ექიმები, მთავარი ექიმები, ექთნები დაწესებულებაში მომუშავე, ასევე დაწესებულების ხელმძღვანელები, მათ შორის დირექტორების მოადგილეები, რეჟიმის და უსაფრთხოების თანამშრომლები და იქ ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, აქცენტებია სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით დასმული. 2015 წლის განმავლობაში 87 თანამშრომელმა გაიარა საერთო ჯამში ეს კურსი. ამას გარდა არსებობს კიდევ სამედიცინო პერსონალის მომზადების კურსი, სპეციალური კურსი საშუალახსულების სპეციფიკის გათვალისწინებით, სადაც, ასე ვთქვათ, კურსის ითვალისწინებს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ სტანდარტებს და ამ კურსის ფარგლებში 90 სამედიცინო დარგის მუშაკი იქნა გადამზადებული 2015 წლის განმავლობაში. ასევე არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიის და არასრულწლოვანთან ურთიერთობასთან დაკავშირებული სპეციალური კურსი, რომელიც ასევე 90 თანამშრომელმა გაიარა 2015 წლის განმავლობაში. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომელთა გრძელვადიანი სასწავლო კურსი, რომელიც შემუშავდა ევროსაბჭოს და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის მხარდაჭერით. ეს გახლავთ უპრეცედენტო კურსი, რომელიც დაინერგა 2015 წელს. ძალიან ვამაყობთ ამით. საშუალება პირველად მოგვეცა, რომ გრძელვადიანი სპეციალური მომზადება გაიარა ჩვენს თანამშრომლებს და ამ კურსის ფარგლებში ორმა ჯგუფმა გაიარა ეს მომზადება. სამწუხაროდ ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს ამ გრძელვადიანი კურსის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლების გადამზადება, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ახალი კანონი სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ, რომელიც გვავალდებულებს, რომ ყველა ჩვენს თანამშრომელს, ყველა ჩვენი პენიტენციური სისტემის თანამშრომელს გავლილი ქონდეს სპეციალური მომზადების კურსი და პროგრამა 2016 წლის ბოლომდე. ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ამბიციური გეგმა, რომელიც ძალიან დიდ დატვირთვებს უწესებს საშუალახსულების სისტემას მთლიანობაში და ჩვენს სასწავლო ცენტრს. აქედან გამომდინარე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპისთვის ეს 6 თვიანი და გრძელვადიანი მომზადების პროგრამა არ მიმდინარეობს, თუმცა ეს ამ პროგრამის მით მუშაობა აუცილებლად გაგრძელდება, როგორც კი ამის შესაძლებლობა გვექნება. ანუ გეგმა ჩვენი არის და ამოცანა, რომ წელს უზრუნველყოთ სამკვირიანი კურსის ფარგლებში ჩვენი თანამშრომლების, ყველა მოქმედი თანამშრომლის გადამზადება იმ აუცილებელი პროგრამის ფარგლებში, რომელიც შემუშავდა სასწავლო ცენტრში და მერე უკვე მიუბრუნდებით აი ამ გრძელვადიან პროგრამას, იმიტომ რომ ძალიან კარგი პროგრამაა, ძალიან ბევრი მიმართულებით, მოიცავს როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და ამის მიტოვებას ნამდვილად არ ვაპირებთ. გარდა ამისა არის კიდევ პენიტენციური დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების სასწავლო პროგრამა, რომელშიც 2015 წლის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო 70 თანამშრომელმა. გარდა ამისა, სამედიცინო დეპარტამენტის მიერ ადგილზეც დაწესებულებებში მიმდინარეობს ინსტრუქტაჟის მიცემა სამედიცინო დარგის მუშაკებისთვის, აი ამ კონფიდენციალობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. მეორე რეკომენდაცია ასევე სამედიცინო საკითხებს შეეხება, კერძოდ საუბარია შემდეგზე, უზრუნველყოს პაციენტის სამედიცინო მომსახურების პროცესში მონაწილეობა, მისთვის გასაწევი სამედიცინო მომსახურების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, აგრეთვე პატიმრებისთვის ჯანმრთელობის დაცვასთან, მათ შორის პრევენციულ ჯანდაცვასთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არის უმნიშვნელოვანესი, ბუნებრივია, ჯანმრთელთა ინფორმირება უნდა მოხდეს იმ პრევენციული ღონისძიებების შესახებ, რომლის მიწოდებაც ხელეწიფება საშუალახსულების სამინისტროს. ზოგადად ჯანდაცვის კუთხით ახლა აღარ შევუდგები ლაპარაკს, იმიტომ რომ აქ ყველამ კარგად იცით, რომ ძალიან სერიოზული, კარგი შედეგები გვაქვს სამედიცინო კუთხით მსჯავრდებულების, ასე ვთქვათ, უფლებების დაცვის თვალსაზრისით და ეს აღნიშნული იყო სახალხო დამცველის მიერაც.
რაც შეეხება ინფორმაციის მიწოდებას და ინფორმირებულობას, ესეც გახლავთ ისეთი პროცესი, რომელშიც ასე ვთქვათ, მუდმივად უნდა ვიყოთ ჩართული და მუდმივად გასატარებელი ღონისძიება 2015 წლის განმავლობაში ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის მხარდაჭერით, ევროსაბჭოს პროექტის მხარდაჭერით დავბეჭდეთ სპეციალური, ასე ვთქვათ, საინფორმაციო ბროშურა, რომელიც 7 ენაზე დაიბეჭდა და რომელშიც ასახული არის დეტალურად ის სერვისები, რომელიც ხელმისაწვდომია მსჯავრდებულებისთვის საშუალო ახსნილების სისტემაში. ამ ბუკლეტს საფუძვლად უდევს, რა თქმა უნდა, ის პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტი, რომელიც დამტკიცდა 2015 წელს მინისტრის 22 აპრილის ბრძანებით. თვითონ სტანდარტთან დაკავშირებითაც ალბათ არ ღირს ჩაღრმავება, მაგრამ ესეც აღიარებულია სპეციალისტების მიერ, რომ სტანდარტი არის საკმაოდ, ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხის და არათუ ადეკვატურია იმ სტანდარტისა, რომელიც სამოქალაქო, ასე ვთქვათ, სივრცეში არსებობს, არამედ ბევრ შემთხვევაში უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, მოთხოვნებსაც აწესებს, ვიდრე ზოგადად საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში მოქმედი შესაბამისი სტანდარტი. ჩვენთვის, რა თქმა უნდა, უპირველესი ამოცანა იქნება, რომ ეს სტანდარტი დავნერგოთ და ამ კუთხით გასაკეთებელი ნამდვილად კიდევ ძალიან ბევრი გვაქვს და აქტიურად ვმუშაობთ. შემდეგი რეკომენდაცია ხელი შეუწყოს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ დამოუკიდებლობას და კომპეტენტურობას, მისი პროფესიული მისი ხელი შეუწყოს სამედიცინო პერსონალის პროფესიულ დამოუკიდებლობას და კომპეტენტურობას, მისი პროფესიული დამოუკიდებლობისა და სამედიცინო ეთიკის პრინციპების პენიტენციური სისტემის მარეგულირებელ სამართლებრივ ჩარჩოში სრულად ასახვით, სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული სწავლებით და ტრენინგების მოდულების გაძლიერებით, ტრენინგების შედეგების მდგრადობის შეფასებით და სუპერვიზიის მექანიზმის შემუშავებით და მკაფიო სამუშაო აღწერილობების შექმნით. აქაც ვსაუბრობთ, რა თქმა უნდა, ისევ და ისევ სამედიცინო პერსონალის პროფესიულ დამოუკიდებლობაზე, რაზეც უკვე ნაწილობრივ მოგახსენეთ. ესეც არის პროცესი, რომელზეც ვმუშაობთ და რომელზეც ვერ ვიტყვით, რომ შედეგი მიღწეულია, იმიტომ რომ ეს არის მუშა პროცესი. სამედიცინო ეთიკის საკითხებიც ასევე შესული არის იმ სასწავლო პროგრამების, ასე ვთქვათ, იმ სასწავლო პროგრამებში, რომელზეც მე უკვე ვისაუბრე. განსაკუთრებით, ყველა მათგანში ბუნებრივია არა, იმ სასწავლო მოდულში, რომელიც სპეციალურად სამედიცინო პერსონალისთვის არის გათვალისწინებული. 2015 წლის განმავლობაში მოგახსენეთ, რომ აი ეს სპეციალური პროგრამა გაიარა სხვადასხვა დაწესებულებაში დასაქმებულმა 90-მა თანამშრომელმა, აქ იგულისხმებიან ექიმები და ექთნები, სულ სამედიცინო დეპარტამენტში მოგეხსენებათ, ჩვენ გვყავს 500-მდე თანამშრომელი, ასე რომ მათგან არის სწორედ ეს 90 ექიმი და ექთანი, რომელმაც 2015 წლის განმავლობაში მომზადების ეს სპეციალური კურსი გაიარა. მიმდინარეობს ამჟამად მუშაობა სამედიცინო პერსონალის გრძელვადიან სამედიცინო პერსონალისთვის სპეციალური გრძელვადიანი სასწავლო პროგრამის შემუშავებაზე. ამ პროგრამის შემუშავებაზეც ჩვენ ვმუშაობთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან, ევროსაბჭოსთან და ევროკავშირთან და ფაქტიურად შემუშავებულია აი ეს პროგრამა, რომლის დანერგვასაც უახლოეს მომავალში დავიწყებთ. რაც შეეხება უწყვეტ სამედიცინო განათლებას, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთჯერადი სახე არ ქონდეს სამედიცინო პერსონალის მომზადებას და პერიოდულად მათ საშუალება ქონდეთ, რომ გადამზადების კურსები გაიარონ სასწავლო ცენტრში და ამ მიმართულებითაც ბევრი აქტივობა არის დაგეგმილი და გათვალისწინებული. როგორც მოგახსენეთ, წელს აქვს ჩვენ სასწავლო ცენტრს ძალიან დიდი დატვირთვა იმ საკანონმდებლო მოთხოვნიდან გამომდინარე, რაზეც ვისაუბრე უკვე და აქედან გამომდინარე ისეთ აქტიურ რეჟიმში სამედიცინო პერსონალის მომზადება წელს, როგორც შარშან ვაკეთებდით, შეიძლება შესაძლებელი ფიზიკურად არ იყოს, თუ ამას დაურთავთ იმასაც, რომ ევროსაბჭოს პროექტი, რომელიც ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა ჩვენთან ამ მიმართულებით, დასრულდა უკვე ამ თვეში, მაგრამ ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი სიგნალები, რომ გაგრძელდება ჩვენი თანამშრომლობა სამედიცინო კუთხით ევროსაბჭოსთან
და აი ამ პროგრამის ფარგლებში იმედი გვაქვს, რომ ისევ ინტენსიურად შეუდგებით სამედიცინო პერსონალის მომზადება გადამზადებას. თუმცა კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ რაღაც გაუგებრობა არ იყოს, ჩვენ არ ვაპირებთ, რომ ეს თემა, ასე ვთქვათ, გავაჩეროთ მთლიანად, მანამ სანამ საგარეო, ასე ვთქვათ, რაღაცა დახმარება არ იქნება ამ მხრივ მობილიზებული. უბრალოდ ისეთივე ინტენსიურ რეჟიმში, როგორც ეს ადრე ხდებოდა, გასულ წელს ხდებოდა, შეიძლება პრაქტიკულად ამის გაკეთების შესაძლებლობა არ მოგვეცეს. განისაზღვროს შემდეგი რეკომენდაცია, განისაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში აფთიაქის არსებობის შემთხვევაში მედიკამენტების ამანათით შეგზავნის მარეგულირებელი წესი. ამასთან დაკავშირებით რა ხდება? ესე იგი, პენიტენციურ სისტემაში სხვადასხვა პროფილის ექიმის მიერ პაციენტისთვის დანიშნული ხდება მედიკამენტის დანიშვნა. ამ მედიკამენტების დანიშვნა ხდება იმ ბაზისური მედიკამენტების ნუსხის შესაბამისად, რომელიც გვაქვს ჩვენ დამტკიცებული. მოგახსენებთ, რომ დამტკიცდა ახალი ნუსხა, რომელიც ასე ვთქვათ, ახალი ნუსხა ეყრდნობა იმ პრაქტიკას, რომელიც დაგროვდა გასული 2 წლის განმავლობაში, გაიზარდა შესაბამისად მედიკამენტების ნუსხა იმ მოთხოვნების გათვალისწინებით, რაც სასჯელ ახსულების სისტემაში იყო, რომ უფრო ადვილად გახდეს ხელმისაწვდომი ამ ესა თუ ის მედიკამენტი, რომელიც სჭირდებათ მკურნალობისთვის მსჯავრდებულებს. გარდა ბაზისურ მედიკამენტების ნუსხაში შემავალი, ასე ვთქვათ, მედიკამენტებისა, არის ზოგჯერ საჭიროება გარკვეული ბრენდული მედიკამენტებით მსჯავრდებულების უზრუნველყოფის და ამ მიმართულებითაც სამინისტრო პრობლემას არ ქმნის, იმ კუთხით, რომ არსებობს სპეციალური მექანიზმი, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ ესეთი მედიკამენტები საჭიროების შემთხვევაში, როცა ექიმის დასკვნა არსებობს, რომ აუცილებელია ბრენდული მედიკამენტით მოხდეს მკურნალობა, იმიტომ რომ ეს ეგრეთ წოდებული გენერიკი ვერ ახდენს, ან ვერ აღწევს იგივე ეფექტს და იგივე შედეგს, რაც შეიძლება ქონდეს გარკვეულ ბრენდულ მედიკამენტს. ამ შემთხვევაში ხდება მოთხოვნის გაკეთება და სამინისტროს მიერ ამ მედიკამენტების შესყიდვა და მიწოდება. რაც შეეხება თვითონ უფრო კონკრეტულად ამ საკითხს, აფთიაქის არარსებობის შემთხვევაში როგორ უნდა მოხდეს მედიკამენტების შეგზავნა, არის კიდევ შემთხვევები, როცა ასე ვთქვათ, პირდაპირ ჩვენება არ არის, რომ რაღაცა ბრენდული მედიკამენტით მოხდეს მკურნალობა, ხო? იმიტომ რომ ექიმებს მიაჩნიათ, მათ შორის კონსულტანტებს, რომლებიც შემოდიან პერიოდულად სასჯელ ახსულების სისტემაში, ჩვენი მსჯავრდებულების კონსულტირების მიზნით, არ მიაჩნიათ საჭიროდ ამა თუ იმ ბრენდული მედიკამენტის მოხმარება, იმიტომ რომ თვლიან, რომ იგივე ეფექტის მიღწევა შეიძლება სხვა მედიკამენტითაც, რომელიც არის ჩვენთან სისტემაში. ამ შემთხვევაში ჩვენ სამინისტრო ვერ ახდენს ამ მედიკამენტების შესყიდვას, თუმცა აქვს მსჯავრდებულს შესაძლებლობა, რომ საკუთარი ხარჯით თვითონ მოახდინოს ამ მედიკამენტების შესყიდვა და მოიხმაროს იგი. წესი, როგორც ასეთი, ამ მხრივ არ არსებობს, ნამდვილად არ გვაქვს ეს წესი გაწერილი, ანუ როგორ უნდა მოხდეს ამანათებით მედიკამენტების შეგზავნა, იმიტომ რომ ხა ეს არის ცოტა არ იყოს სენსიტიური თემა და დასარეგულირებელია, ბუნებრივია წესით თუ რა ტიპის მედიკამენტზე დაუშვათ შეგვიძლია რომ პირდაპირ თქვათ, რომ შეიძლება შეიგზავნოს დაწესებულებაში, თუმცა იქნება გარკვეული კატეგორიის და გარკვეული, ასე ვთქვათ, ქიმიური შემადგენლობის მედიკამენტები, რომლის შეგზავნაც ასე თავისუფლად ვერ მოხდება. ამჯერად ამას ვარეგულირებთ, ასე ვთქვათ, პრაქტიკით და ინტუიციით. ალბათ არადად კი არა და არ არის ეს, რა თქმა უნდა, სწორით. მიმდინარეობს მუშაობა იმაზე, რომ გაიწეროს წესი, თუმცა ესეც არის ძალიან რთული პროცესი, იმიტომ რომ ყველა შემთხვევა უნდა იყოს გათვალისწინებული, მიმდინარეობს სამედიცინო დეპარტამენტის მიერ გარკვეული პროექტის შემუშავება და იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში შესაძლებელი გახდება უკვე ამ, ასე ვთქვათ, წესის დამტკიცება, რომელიც ინსტიტუციონალურ რაღაც, ასე ვთქვათ, მექანიზმს შექმნის იმისთვის, რომ ის რაც დღესაც ხელმისაწვდომია, თუმცა არ აქვს ამას, ასე ვთქვათ, სამართლებრივი ბაზა, რომლის საფუძველზე ეს ხორციელდება, ესე დეტალურად გაწერილი, უკვე, ასე ვთქვათ, გამართულად მოხდეს იმ წესის მიხედვით, რომლის დამტკიცებაც მოხდება. შემდეგი რეკომენდაცია ეს არის პატიმრის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს მისი ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილი, რათა უზრუნველყოს პატიმრის მიერ პაემნის უფლებით შეუზღუდავად სარგებლობა. რაც შეეხება ამ რეკომენდაციას, ბუნებრივია ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ის რომ მსჯავრდებულების ურთიერთობას, მათ ოჯახის წევრებთან, მათი ურთიერთობის შენარჩუნებას ოჯახთან აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა მათი რესოციალიზაციისთვის, მათი რეაბილიტაციისთვის.
და იმ შეზღუდულ გარემოში და იმ დახურულ სივრცეში, სადაც ჯავრდებულები მოთავსებულები არიან, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ შესაძლებლობის ფარგლებში ხელი შეეწყოს მათ ურთიერთობას ოჯახის წევრებთან. ჩვენ სისტემაში მიმდინარეობს ძალიან, ასე ვთქვათ, ამბიციური პროცესი, რომელიც ასევე წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. ამის შესახებ კარგად იცით ყველამ. ეს არის რისკების მიხედვით მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია, მათი რისკების შეფასება, რომლის საფუძველზეც ისინი უნდა გადანაწილდნენ შესაბამის დაწესებულებებში. ანუ პირველი ამოსავალი წერტილი ჩვენთვის, როცა ვახდენთ გადანაწილებას, მოვახდენთ მსჯავრდებულთა გადანაწილებას სხვადასხვა დაწესებულებაში, ბუნებრივია იქნება ის რისკების დონე, რომელიც მათ შეეფარდებათ მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ. ამასთან შეძლების დაგვარად აუცილებლად ხდება იმის გათვალისწინება, თუ გეოგრაფიულად რომელ, ასე ვთქვათ, ქვეყნის ნაწილში ყავს ამა თუ იმ მსჯავრდებულს ოჯახი. ყოველთვის, თუმცა ამის გათვალისწინება ვერ ხერხდება სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ხედველობაში უნდა იქნეს მიღებული სხვა მსჯავრდებულების იქ არსებობა, რაღაც გარკვეული კონფლიქტური სიტუაციები, რომელიც შეიძლება არსებობდეს, ასე ვთქვათ, სხვა მსჯავრდებულებთან და ასე შემდეგ. ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს საკითხი გათვალისწინებულია იმ ფარგლებში, რისი შესაძლებლობაც ამ ეტაპზე არსებობს. 2016 წლის ბოლომდე ჩვენ გეგმაში გვაქვს, რომ დავასრულოთ რისკების შეფასების პროცესი და ამ რისკების შეფასების შედეგების შედეგად მოხდეს უკვე მსჯავრდებულთა გადანაწილება სხვადასხვა დაწესებულებაში. ძალიან ამბიციურია ეს გეგმა, დიდი იმედი გვაქვს, რომ ამის შესრულებას შევძლებთ. ვმუშაობთ იმაზე, რომ დავამატოთ მულტიდისციპლინური ჯგუფი და უფრო აქტიური გავხადოთ პროცესი, იმიტომ რომ აი ამ გასული თვეების პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ძალიან, ასე ვთქვათ, სწრაფად ვერ ხდება ეს პროცესი, იმიტომ რომ ბევრი ადამიანის ჩართულობა არის გათვალისწინებული მასში, იმისთვის რომ ხარისხი არ დაეცეს და რეალურად მოხდეს რისკების შეფასება. ამიტომ საუბრობთ და მუშაობთ იმაზე, რომ დავუშვათ ეს პროცესი როგორღაც მეტი ბიძგი მივცეთ ამას და დავაჩქაროთ თუნდაც დამატებითი მულტიდისციპლინური ჯგუფის შექმნის გზით. ამჯერად ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ 10,000-მდე მსჯავრდებულს აქვს რისკი შეფასებული აი ამ ახალი მოდელის გამოყენებით. შემდეგი რეკომენდაცია გადახედოს პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ დედათა და ბავშვთა საკითხებს, კერძოდ შეცვალოს საკვებით მომარაგების სტანდარტი, რათა მათ საკმარისი რაოდენობის საკვები მიეწოდოთ. აგრეთვე შეცვალოს ბავშვის მიერ პენიტენციური დაწესებულების დატოვების პროცედურები ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, რათა ბავშვი გარე სამყაროს შეეგუოს და დედასთან განშორების დროს მისი ტრამვირება მინიმუმამდე შემცირდეს. რა თქმა უნდა, არის ძალიან სენსიტიური საკითხი. ამ ეტაპზე მოგახსენებთ, რომ ჩვენთან სასჯელ ახსულების სისტემაში სასჯელს იხდის 4 ასეთ ქალი, რომელსთან ერთადაც სასჯელის მოხდის დაწესებულებაში, მეხუთე დაწესებულებაში არიან მათი 3 წლამდე ასაკის შვილები. ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც შეეხება კვების რაციონს, კვების სტანდარტი მოგეხსენებათ, ამაზე ბატონმა ზაზადმაც ისაუბრა, ასეთი შემუშავებული ქვეყანაში არ არის 3 წლამდე ბავშვის კვების სტანდარტი, თუმცა ამაზე მუშაობა მიმდინარეობს. UNICEF-ი არის აქტიურად ამ პროცესში ჩართული, ჩვენც ჩართულები ვართ პროცესში და ბუნებრივია ჯანდაცვის სამინისტრო არის ძირითადი სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც ამ პროცესს, ასე ვთქვათ, ხელმძღვანელობს. ამ ეტაპზე შემუშავებული არის 1-დან 3 წლამდე ბავშვების, ასე ვთქვათ, კვების სტანდარტი, თუმცა 0-დან 1 წლამდე ბავშვების კვების სტანდარტის შემუშავების პროცესი მიმდინარეობს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ რა თქმა უნდა საკვებით მათი სათანადო, ასე ვთქვათ, დედების და ბავშვების უზრუნველყოფა ამ ეტაპზე ვერ ხდება ან არ ხდება. თავისთავად მათ მიეწოდებათ ის საკვები რაციონი, რომელიც და ამის უზრუნველყოფას ახდენს სასჯელ ახსულების სამინისტრო, ეს ჩვენი ვალდებულებაა და შეუფერხებლად ხორციელდება როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე ჰიგიენის საშუალებებით აი ამ მსჯავრდებულების და მათი შვილების უზრუნველყოფა. ლაპარაკია იმაზე, რომ არის რაღაც რძის პროდუქტები, ჰუმანას პროდუქტები, ასევე ფაფები სპეციალური ბავშვების ასაკების გათვალისწინებით, რომელიც დედებს მიეწოდებათ შეუზღუდავად. გარდა ამისა, მათ მიეწოდებათ ასევე პროდუქტები, რომლითაც შეუძლიათ დაამზადონ საკვები, ეს არის ქათმის ხორცი, თევზის ფარში, ვაშლი, ბოსტნეული, ბურღულეული, შაქარი, ზეთი, რძის პროდუქტები. რაც საშუალებას, ანუ ეს არის განსხვავებული რაციონი, ვიდრე და შესაძლებლობა, ვიდრე არსებობს
არსებობს საერთოდ მსჯავრდებულებისთვის, სწორედ მათი აი ამ სპეციფიკის გათვალისწინებით, რომ ისინი სასჯელის მოხდის დაწესებულებაში არიან თავიანთ მცირეწლოვან შვილებთან ერთად. პედიატრთან ხელმისაწვდომობა ბუნებრივია უზრუნველყოფილია, კვირაში ერთხელ შედის პედიატრი დაწესებულებაში და ის განსაზღვრავს სწორედ ასევე იძლევა რეკომენდაციებს კვებასთან დაკავშირებითაც სამწლამდე ბავშვების. რაც შეეხება დაწესებულების დატოვების პროცედურას, ესაც არის ძალიან მტკივნეული საკითხი. პატიმრობის კოდექსის 72 მუხლის თანახმად, დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების ნებართვით და ადმინისტრაციის თანხმობით შეიძლება დედის და სამწლამდე ბავშვისთვის ერთად ცხოვრების პირობების შექმნა მოხდეს სასჯელ ახსულების დაწესებულებაში და ეს ასეც ხდება, ხომ? ახლა რა ხდება მაშინ, როცა ბავშვს სრულდება 3 წელი და დგება ეს მტკივნეული მომენტი დედასთან განშორების. რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან სენსიტიური თემა და ძალიან ფრთხილი თემა, თუმცა მუშაობთ ამ საკითხებზე, ამ საკითხების, ასე ვთქვათ, ყველა მხრივ შესწავლა ხდება ამ დარგის ექსპერტების მონაწილეობით. საერთოდ საერთაშორისო პრაქტიკა მოწმობს, რომ უფრო ხანგრძლივი დროით ბავშვის დატოვება დაწესებულებაში არანაირად არ შეიძლება გაგებული იქნეს როგორც ბავშვის საუკეთესო ინტერესთან, ასე ვთქვათ, შესაბამისი გადაწყვეტილება. რა თქმა უნდა, ბავშვისთვის მტკივნეულია დედასთან განშორება, მაგრამ იმისთვის, რომ ბავშვი სრულფასოვან, ასე ვთქვათ, ადამიანად განვითარდეს, ჩამოყალიბდეს გონებრივად და მიიღოს ყველა ის გამოცდილება, რაც ამ ასაკის ბავშვმა უნდა მიიღოს, აუცილებელია რომ მისი გაყვანა მოხდეს დაწესებულებიდან. ამიტომ ამ ასაკის, ასე ვთქვათ, გაზრდის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება არ იგეგმება და არ ვფიქრობთ ამას, თუმცა რა თქმა უნდა მაქსიმალურად უნდა მოხდეს აი ამ პროცესის, რაც შეეხება დედის და ბავშვის განშორება, რაც მტკივნეულია ბავშვისთვისაც და დედისთვისაც ბუნებრივია, აი ამის მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, გაიოლება იმ კუთხით, რომ ადაპტაციის პერიოდში ხელი შეეწყოს დედასაც და ბავშვსაც აი ამ შეგუების პროცესის სწორად და კარგად დაძლევისთვის. ჩვენს რა ხდება ამისთვის არის ის, რომ დაუშვათ დროებით გაყვანა ხდება ბავშვის დაწესებულებიდან, ამ პროცესში რა თქმა უნდა დედა არის გადამწყვეტი და არსებითად ჩართული. ეს ხდება დროებით გაყვანა სწორედ იმისთვის, რომ აი ეს შეგუების პროცესი უფრო, ასე ვთქვათ, უმტკივნეულოდ წარიმართოს. ბავშვის მინდობით გადაცემას რაც შეეხება და უკვე აღზრდას სხვა პირის მიერ დაწესებულების გარეთ ამ პროცესში ჩართული არის სოციალური მომსახურების სააგენტო, რა თქმა უნდა, რომელიც წინასწარ შეისწავლის იმ ოჯახურ გარემოს, სადაც ბავშვი, ასე ვთქვათ, მინდობა ხდება, მაგრამ იმიტომ რომ სწორედ აი ეს უზრუნველყოფთ, რომ ბავშვისთვის შესაბამისი გარემო იყოს ამ ოჯახშიც უზრუნველყოფილი. ამას გარდა ამ დროებით გაყვანის გარდა, რომელიც სხვადასხვა ხანგრძლივობით შეიძლება განხორციელდეს, ხო შეიძლება ეს იყოს ერთი კვირით გაყვანა, შეიძლება ერთი თვით მოხდეს ბავშვის გაყვანა, შეიძლება 2 და 3 თვითაც იყოს ეს განხორციელებული, გააჩნია მოთხოვნა როგორი იქნება და რამდენად მიზანშეწონილად იქნება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ჩათვლილი. გარდა ამისა, მოკლედ შესაძლებელია ასევე დედის და ბავშვის ერთად შეხვედრა ოჯახის წევრებთან, რომ ამ ხრივაც, ასე ვთქვათ, ადაპტაცია მოხდეს ბავშვის და შეგუება იმ ოჯახთან თუ იმ პირთან, ვინც განაგრძობს მასზე ზრუნვას, მას შემდეგ რაც ბავშვი დატოვებს დაწესებულებას. ამასთან დაკავშირებით კიდევ რისი თქმა შეიძლება, პრინციპში მე მგონი ის უკვე ვთქვი, რომ დედის ჩართულობა ამ პროცესში არის უზრუნველყოფილი ბუნებრივია. როგორც კი რაღაცა კონკრეტული, ანუ ამ საკითხებზე ვაგრძელებთ მუშაობას, როგორც გითხარით, პროცესში მონაწილეობს გაეროს ბავშვთა ფონდი, ასევე დარგის სპეციალისტები, როგორც კი იქნება რაღაცა კონკრეტული, ასე ვთქვათ, რეკომენდაციები ამ მიმართულებით წარმოდგენილი, ჩვენ მზად ვართ, რომ ეს რეკომენდაციები განვიხილოთ, თუმცა ამ ეტაპზე ბავშვის, ასე ვთქვათ, გადაცემა მინდობით აღსაზრდელად ეს პროცედურა არსებობს, ამას ვიყენებთ. და ვცდილობთ, რომ ეს პროცედურა ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის მონაწილეობით
მაქსიმალურად ისე წარიმართოს, რომ ნაკლებად მატრამვირებელი იყოს როგორც ბავშვისთვის, ისე დედისთვის. შემდეგი რეკომენდაცია შეეხება ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი შემანარჩუნებელი მკურნალობის დანერგვას. ამასთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ ჩვენთან საშუალო ახსოვების სამინისტროში ხორციელდება მეტადონის დეტოქსიკაციის პროგრამა. ეს პროგრამა ხელმისაწვდომია ჩვენს, ესე ვთქვათ, ყველა ძირითადად მიმღებ დაწესებულებებში, ანუ მერვე დაწესებულებაში აღმოსავლეთ საქართველოში და მეორე დაწესებულებაში დასავლეთ, რომელიც დასავლეთს ემსახურება. ამას გარდა ჩვენს სამკურნალო დაწესებულებაში, მე-18 დაწესებულებაშიც არის ეს პროგრამა ხელმისაწვდომი, სადაც მაგალითად ქალი მსჯავრდებულები თუ იქნებიან, რომელსაც აქვთ საჭიროება, რომ გაიარონ მეტადონის დეტოქსიკაციის პროგრამა, სწორედ მე-18 დაწესებულებაში ხდება მათი ამ პროგრამაში ჩართვა. დეტოქსიკაციის პროგრამა, მოგეხსენებათ, ეს არ არის შემანარჩუნებელი მკურნალობა, ეს ითვალისწინებს იმას, რომ გარკვეული დროის განმავლობაში, ასე ვთქვათ, კლებადი, ასე ვთქვათ, ჩარევით და დოზით მოიხსნას საერთოდ დამოკიდებულება და ეს არის ის მექანიზმი, რომლითაც ამ ეტაპზე ვმუშაობთ საშუალო ახსოვების სისტემაში. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, გრძელვადიან ჩანაცვლებით მკურნალობას, რომელიც დაწყებული არის გარეთ, ასე ვთქვათ, საშუალო ახსოვების სისტემის გარეთ, ამის დაწესებულებაში გატარების შესაძლებლობა ამ ეტაპზე აქვს, თუმცა მეტადონი ამ პროგრამაზე ვმუშაობთ, ესეც არის უკვე შემუშავებული, პრინციპში გარკვეული დეტალები ზუსტდება ამ პროგრამასთან დაკავშირებით, მაგრამ 2016 წლის განმავლობაში ცალსახად ვერ მოხდება ამ პროგრამის დანერგვა, იმიტომ რომ ამისთვის გასათვალისწინებელი ასევე საბიუჯეტო, ასე ვთქვათ, რესურსი, რომელიც სამინისტროს არ აქვს ამ ეტაპზე. ამასთანავე მიმდინარეობს სწორედ აი ამ ორი მიდგომის შეჯერება ექსპერტებს შორის, ანუ ჩვენ ეხლა როგორც მოგახსენეთ, გვაქვს ეს დეტოქსიკაციის პროგრამა და შესაბამისად მსჯავრდებულები, რომლებმაც გაიარეს დეტოქსიკაციის პროგრამა და ეხლა აგრძელებენ უკვე სასჯელის მოხდას ისე, რომ არანაირი ჩანაცვლებითი მედიკამენტი მათ არ მიეწოდებათ. ეხლა დავუშვათ საკითხი ასეც დგება, რომ რამდენად სწორი იქნება ის, რომ დავიწყოთ ჩანაცვლებითი მკურნალობა და დავუშვათ ერთად გვყავდე განვახორციელოთ როგორც ასე ვთქვათ, შემანარჩუნებელი კურსი ჩანაცვლებითი თერაპიის, ასევე დავუშვათ აი ის მსჯავრდებულებიც გვყავდეს იმ დაწესებულებაში, სადაც რომლებსაც მოუხსენით, ასე ვთქვათ, ეს დამოკიდებულება დეტოქსიკაციის პროგრამით და უკვე გარკვეული პერიოდია, წლებია, რომ არ იღებენ, ასე ვთქვათ, ამ მედიკამენტს. მოკლედ ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს, საერთაშორისო სტანდარტი და მოთხოვნები ამ მიმართულებითაც ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, თუმცა ეს შემანარჩუნებელი თერაპია, როგორც გითხარით, მოითხოვს საკმაოდ დიდ რესურსს და ამის გათვალისწინება 2016 წლის ბიუჯეტით არ მომხდარა. მას შემდეგ, რაც პროგრამა დამტკიცდება ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი მკურნალობის შესახებ, ჩვენ დავიწყებთ იმაზე ზრუნვას, რომ უკვე შემდეგი წლის ბიუჯეტიდან იყოს ამ პროგრამის განხორციელების შესაძლებლობა. შემდეგი რეკომენდაცია შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქე პატიმრებს. კერძოდ საუბარია იმაზე, რომ უნდა გაიზარდოს ფსიქოლოგიური და სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობა, მათ შორის ენობრივი ბარიერის დასაძლევად მოიძებნოს შესაბამისი სპეციალისტები. ბუნებრივია, რომ ეს არის პრობლემა, არის რთული საკითხი, მეტად იმიტომ, რომ ეს უცხო ქვეყნის მოქალაქეები არ არიან რომელიმე ერთი ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ და ან ორი ქვეყნის მოქალაქეები, საკმაოდ ესეთი მრავალფეროვანი არის და მრავალრიცხოვანი იმ ქვეყნების ჩამონათვალი, საიდანაც მსჯავრდებულები გვყავს და მათთვის ყველასთვის მშობლიურ ენაზე გარკვეული სერვისების მიწოდება და სარეაბილიტაციო პროგრამების უზრუნველყოფა ფიზიკურად არ იქნება შესაძლებელი, თუმცა შესაძლებლობის ფარგლებში ამ კუთხით ყველაფერი კეთდება. დღეს მდგომარეობით 378 უცხო ქვეყნის მოქალაქე იხდის სასჯელს ჩვენ სისტემაში, აქედან 53 არის ქალი. პირველ რიგში ამ პირებთან დაკავშირებით
დაკავშირებით შეძლების დაგვარად ხდება მათთვის ქართული ენის შემსწავლელი კურსის შეთავაზება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულებს, რომ ადაპტაცია ადვილად გაიარონ და სხვა მსჯავრდებულებთან, ასე ვთქვათ, კომუნიკაციის საშუალება ჰქონდეთ, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციასთან კომუნიკაციასთან ერთად, სოციალურ მუშაკებთან კომუნიკაციასთან ერთად, მათთვის მნიშვნელოვანი ასევე მათ გვერდზე მყოფი ასე მსჯავრდებულებთან კომუნიკაცია. ამ პროგრამებში ჩართვა მათი ხდება შეძლების დაგვარად, ასევე უზრუნველყოფილია მათთვის შეძლების დაგვარად და შესაძლებლობის ფარგლებში მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდება, როგორც მოგახსენებთ, იგივე სამედიცინო კუთხით არსებული საჭიროებების შესახებ და პენიტენციური ჯანდაცვის სტანდარტის თაობაზე სპეციალური ინფორმაცია ჩვენ 7 ენაზე დავბეჭდეთ და ხელმისაწვდომი გავხადეთ მსჯავრდებულებისთვის, თუმცა შეიძლება იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც არც ერთ იმ 7 ენიდან არ ფლობენ, რომელიც მოხდა ამ 7 ენის რომელზეც გამოიცა ეს ბროშურები. მათთან ხელმისაწვდომობა სრულად არის დაცული სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, რომლებიც ზრუნავენ მათი უფლებების დაცვის საკითხებზე. კერძოდ წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოება, ისევე როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისი მჭიდროდ თანამშრომლობენ ჩვენთან, თითქმის ყოველდღიურად გვაქვს მომართვები ამა თუ იმ მსჯავრდებულის მონახულებასთან დაკავშირებით და ხდება მათთვის ასევე გარკვეული ლიტერატურის შეგზავნა. თუმცა ამის უზრუნველყოფას, როგორც მოგახსენეთ, ახორციელებენ ეს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციები. შეფერხების გარეშე ხდება ამ შეხვედრების ორგანიზება და მათთვის ისევე როგორც ზოგადად, ასე ვთქვათ, გარკვეული ლიტერატურის მიწოდება, ასევე რელიგიური რიტუალებისთვის საჭირო, ვთქვათ, ნივთების გადაცემასთან დაკავშირებითაც სამინისტრო არქმნის დაბრკოლებებს. შემდეგი რეკომენდაცია, ეს არის შემდეგნაირად ჩამოყალიბებული, შეიქმნას იმგვარი მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამისი ორგანოების მიერ შიდა და გარე მონიტორინგის საფუძველზე წინასწარ განსაზღვრულ ინდიკატორებსა და სხვა მაჩვენებლებზე დაყრდნობით პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის და თანამშრომლების მიერ საკუთარი ფუნქციების შესრულების და დაწესებულებაში წესრიგის შენარჩუნების შესაძლებლობის შეფასებას. ამასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ 2015 წელს სასჯელ ახსრულების სამინისტროში ძალიან საფუძვლიანი რეფორმები განხორციელდა. ამ რეფორმის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო ის, რომ გენერალური ინსპექციის შემადგენლობაში შეიქმნა ახალი სამმართველო, ეს არის სისტემური მონიტორინგის სამმართველო, რომელიც სწორედ იმით არის დაკავებული, რომ სისტემური მონიტორინგები, ანუ არა კონკრეტულ ფაქტზე რეაგირება მოახდინოს მხოლოდ, არამედ პრევენციისთვის სისტემური მონიტორინგები განახორციელოს სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში. ეს სამმართველო ოქტომბრიდან მოყოლებული ფუნქციონირებს და ამ ხნის განმავლობაში 3 პენიტენციური დაწესებულების, ასე ვთქვათ, შეფასება მოხდა. ეს იყო მე-5, მე-14 და მე-17 დაწესებულებები. კონკრეტული შედეგები დაიდო ამ გენერალური ინსპექციის სისტემური მონიტორინგის სამმართველოს მიერ განხორციელებული სისტემური მონიტორინგის შედეგად, რის საფუძველზეც კონკრეტული ზომებიც იქნა მიღებული. კერძოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ზომები მოიცავდა დაწესებულების ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობის დატოვებასაც კი, როცა იყო გამოვლენილი კონკრეტული სისტემური ხარვეზები ამა თუ იმ დაწესებულებაში. ეს იყო ის რეკომენდაციები, რომელზეც იყო საუბარი დადგენილებაში, დამატებით კითხვების შემთხვევაში დავაზუსტებ და მოგახსენებთ. მადლობა. კეთილი. ეხლა შეგვიძლია უკვე გადავიდეთ და დავაზუსტოთ საკითხები. ბატონი უჩა, რა თქმა უნდა, დაიწყებს და შემდეგ ვიცი, რომ არის კიდევ სხვა კითხვებიც. დიდი მადლობა წარმოდგენილი ინფორმაციისთვის. გარკვეულ კითხვებზე პრინციპში გაეცა პასუხი, მაგრამ არის ძალიან რამდენიმე საკითხი, რომელიც მინდა დავაზუსტო და ასევე კომენტარიც გავაკეთო, რაც შეეხება ხანგრძლივი პაემნის და ვიდეო პაემნის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნას. ამასთან დაკავშირებითაც არის თუ არა კონკრეტული გეგმა დაწყებული, თუ არის თუ არა სამუშაოები და რა ეტაპზეა, იმიტომ რომ სამწუხაროდ ეს უფლება ყველა დაწესებულებაში არ არის უზრუნველყოფილი.
ასევე მაინტერესებს თქვენ ახსენეთ მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია ანუ რისკების მიხედვით უნდა დასრულდეს მიმდინარე წელს ამას ნიშნავს ხომ თქვენ საუბრობთ იმაზე რომ უკვე 1000 მარს უკვე შეუფასდა რისკი და ეს პროცესი მიმდინარეობს და ანუ წლის ბოლოს ეს პროცესი მთლიანად მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია იქნება დასრულებული ხომ ანუ ამის დაზუსტება მინდოდა ჩვენ გასულ წელს ასევე საუბრობდით თქვენს წინამორბედთან ახლანდელ მინისტრთან ჰქონდათ საკმაოდ ცხარი დებატები მათ შორის იყო საუბარი მეშვიდე დაწესებულების დახურვასთან დაკავშირებით და ანუ ამას ვიმეორებთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რომ ეს დაწესებულება არ შეესაბამება გარკვეულ სტანდარტებს და უნდა დაიხუროს და ამაზე კვლავ ვიმეორებთ იგივე პოზიციაზე ვართ ასევე როგორც კართაგენზე იყო ამაზე განცხადებები არაერთხელ გაკეთებული ჩვენც ვამბობთ რომ პოზიცია ამაზე არ უნდა შეიცვალოს და რაც შეეხება და გაქვთ თუ არა უკვე კონკრეტული გეგმა ეს არ ეხება ამ რეკომენდაციებს მაგრამ უშუალოდ გვაინტერესებს განსაკუთრებით უკავშირდება იგივე კლასიფიკაციას რისკების მიხედვით მსჯავრდებულების და ასევე ვსაუბრობდით სამედიცინო დოკუმენტაციაზე რომ უნდა დანერგილიყო და მე როგორც ვიცი გარკვეული მუშაობა ამ მიმართულებით დაიწყო სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად რომ მოხდარიყო და მომზადდა კიდეც გარკვეული ფორმები დაზიანებებთან დაკავშირებით და რა მაინტერესებს რა ეტაპზეა ბატონო დოკუმენტირების საკითხი როგორ არის უზრუნველყოფილი განდობა დიდი მადლობა, როგორც ჩანს სრულიად ასე ვთქვათ, შემთხვევით გამოვრჩა გვერდი, რომელზეც იყო ეს რეკომენდაცია, რაც შეეხებოდა ხანგრძლივი პაემნების ინფრასტრუქტურას და ასევე ვიდეო პაემნებთან დაკავშირებულ რეკომენდაციას. წავიკითხავ რეკომენდაციას და ამაზეც გიპასუხებთ, რომ რაღაც ასე ვთქვათ, ჩემი ბრალია რომ ორი ფურცელი მოკლედ ერთად გადავშალე როგორც ჩანს ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილი იყოს ხანგრძლივი პაემნის და ვიდეო პაემნისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა აგრეთვე პატიმრის მიერ მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული სატელეფონო საუბრის უფლებით სრულყოფილი სარგებლობა და კანონმდებლობის შესაბამისად კორესპონდენციის კონფიდენციალობის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანი რეკომენდაციაა და ამის გამოტოვება ბუნებრივია რომ არ გვინდოდა და არ იყო ესე გათვალისწინებული მოკლედ რაც შეეხება პენიტენციურ დაწესებულებაში პირველ რიგში მოგახსენებთ ხანგრძლივი პაემნის ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით. ჩვენ კანონით ჰქონდა ვალდებულება, რომ 2015 წლის ბოლომდე უზრუნველყვეყო ქალი მსჯავრდებულები ამ შესაძლებლობით რომ ქონოდათ ხანგრძლივი პაემნის გამოყენების საშუალება, რაც შესრულდა 2015 წლის 31 დეკემბერს ქალი მსჯავრდებულებისთვის ეს უფლება სრულიად ხელმისაწვდომი გახდა და ინფრასტრუქტურა მუშაობს, როგორც ვიცით, დაწესებულებიდან აქტიურად ხდება ამ უფლებით სარგებლობა ქალი მსჯავრდებულების მიერ. სხვა დაწესებულებებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს ესეთ პრობლემა, ასე ვთქვათ, დარჩენილი არის ორი დაწესებულება, სადაც უზრუნველყოფა უნდა მოხდეს ხანგრძლივი პაემნის ინფრასტრუქტურის, ეს არის მერვე დაწესებულება და მეცხრე დაწესებულება. მერვე დაწესებულებაში წელს უკვე დაწყებულია სამუშაოები იმისთვის, რომ ინფრასტრუქტურა მოეწყოს, ფართის გადაცემასთან დაკავშირებული რაღაც ღონისძიებები გაკეთებული, ანუ იდენტიფიცირებულია ადგილი, სადაც ეს მოეწყობა და წლევანდელი ბიუჯეტით გათვალისწინებულია ის რესურსი, რომელიც საჭირო იქნება ამ ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, ასე რომ მერვე დაწესებულებაში ეს მიმდინარე პროცესი არის. ყველა დაწესებულებაში ერთდროულად ამ ინფრასტრუქტურის მოწყობას იმ საბიუჯეტო რესურსების ფარგლებში, რაც გვაქვს, სამწუხაროდ შეუძლებელია, თუმცა არ ნიშნავს ეს იმას, რომ მსჯავრდებულები ვერ ისარგებლებენ ხანგრძლივი პაემნის უფლებით. ჩვენ სულ ახლახან 10 თებერვალს მინისტრმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ იმ დაწესებულებიდან, სადაც მსჯავრდებულს ეკუთვნის ხანგრძლივი პაემნის უფლებით სარგებლობა, მაგრამ არ არის ამ დაწესებულებაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფილი, მოხდეს მსჯავრდებულის დროებით გაყვანა სხვა დაწესებულებაში ამ უფლებით სარგებლობის მიზნით. ეს უკვე ბრძანების სახით არსებობს, თუმცა სანამ ბრძანება იქნებოდა, მანამდეც ხდებოდა ამ უფლებების რეალიზაცია, ანუ ხდებოდა მსჯავრდებულთა გაყვანა დაწესებულებიდან იმ სივრცეში, იმ დაწესებულებაში, სადაც შესაბამისი ინფრასტრუქტურული პირობები ჰქონდა. ეხლა უკვე ეს ბრძანების სახითაც არსებობს და ყველა მსჯავრდებულისთვის იქნება ხელმისაწვდომი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვაანალიზებთ, რომ ერთ დღეში და ერთ თვეში და არც სამ თვეში სამწუხაროდ იმ რესურსის ფარგლებში, რაც გვაქვს, ყველა დაწესებულებაში ამ პირობების შექმნა ერთდროულად პრაქტიკულად არ არის შესაძლებელი.
შემდეგი საკითხი იყო ვიდეო პაემნებთან დაკავშირებით. ვიდეო პაემნების კუთხითაც ჩვენ ვცდილობთ რომ განვავრცოთ ეს სერვისი, რომელიც დღესდღეობით გვაქვს 5 პენტენციურ დაწესებულებაში, სადაც შესაძლებელი არის, საიდანაც შესაძლებელი არის ვიდეო პაემნით სარგებლობა. წელს დაემატება აუცილებლად ერთი დაწესებულება, რომლის იდენტიფიკაცია ეხა ხდება. ამასთან 7 პრობაციის ბიუროდან არის შესაძლებელი დღეის მდგომარეობით ამ ვიდეო პაემნის განხორციელება და 2 პრობაციის ბიუროში, ანუ კიდევ 2 რეგიონში დამატებით მოხდება წლევანდელი წლის განმავლობაში ინფრასტრუქტურის მოწყობა იმისთვის, რომ ვიდეო პაემნით სარგებლობა შესაძლებელი გახდეს. ანუ ეტაპობრივად ხდება ამ სერვისის მიწოდება ყველა მსჯავრდებულისთვის, რომელსაც კანონით ეს უფლება აქვს და ყველა რეგიონში მყოფი მათი ახლობლებისთვის მოგეხსენებათ, რომ ვიდეო პაემნით სარგებლობის უფლება მხოლოდ ოჯახის წევრებს და იმ შეზღუდულ წრეს არ შეუძლია, რომელიც პაემნის უფლებით სარგებლობს. მისი თავისებურება ისიც არის, რომ აქ უფრო ვთქვათ გაცილებით ფართოა წრე, რომელსაც შეუძლია ამ უფლებით სარგებლობა. გარდა ამისა, ერთი ინიციატივაზეც მოგახსენებთ, რომელიც ხელმისაწვდომობას ნამდვილად ზრდის ვიდეო პაემნით სარგებლობის ამ კუთხით ჩვენ ინიცირებული გვაქვს კანონი, რომლის ცვლილებები კანონში, რომლის საფუძველზეც უფასო გახდება ვიდეო პაემნის სერვისი და ეს რა თქმა უნდა არის ნაბიჯი სწორედ იქით გადადგმული, რომ პატიმრებს მეტი შესამსჯავრდებულებს შესაძლებლობა ჰქონდეთ უფრო აქტიურად შეინარჩუნონ ურთიერთობები და კონტაქტები გარე სამყაროსთან. სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით იყო რეკომენდაცია და საუბარი იყო იმაზე, რომ გარკვეული ხარვეზები არსებობდა აი ამ სატელეფონო მომსახურების კუთხით. მასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ ჩვენთან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა და ეხლა ვართ ხელშეკრულების გაფორმების ეტაპზე ახალ კომპანიასთან, რომელმაც უნდა მოგვაწოდოს ეს სერვისი, ანუ სატელეფონო მომსახურების სერვისი და გათვალისწინებულია ყველა ის პრაქტიკული პრობლემა, რომელიც აქამდე არსებობდა ამ უფლების რეალიზაციის პროცესში და ეს ყველაფერი ჩაიდო იმ ხელშეკრულებაში და იმ სატენდერო პირობებში, რომელიც უნდა დააკმაყოფილოს კომპანიამ. შესაბამისად, ეს საკითხები, ტექნიკური ხარვეზები, რომელიც აქამდე არსებობდა და ასევე ფასთან დაკავშირებული, ისე ვთქვათ, პრობლემები გათვალისწინებული იქნება იმ ახალი ხელშეკრულებით, რომელიც ფაქტიურად უკვე ხელმოწერის ეტაპზეა სამინისტროში. კონფიდენციალობას რაც შეეხება, კორესპონდენციის კონფიდენციალობას რაც შეეხება, კორესპონდენციის კონფიდენციალობა არის დაცული, ხორციელდება მხოლოდ ბრალდებულის, მსჯავრდებულის სახელზე შემოსული კორესპონდენციის ვიზუალური დათვალიერება, შინაარსის გაცნობის გარეშე დახურული კონვერტი იხსნება მსჯავრდებულის თანდასწრებით და მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება ხდება, როგორც მოგახსენეთ, მისი არ ხდება შინაარსის გაცნობა და წაკითხვა. კონფიდენციალური საჩივრებისთვის კონვერტები სრულად ხელმისაწვდომია, ამას მოწმობს ის ოდენობა კონფიდენციალური საჩივრებისა, რასაც ვიღებთ ყველა ჩვენგანი, ჩვენც, თქვენც კომიტეტიც ვიცით, რომ ძალიან აქტიურად არის ამ პროცესებში ჩართული და სრულიად ხელმისაწვდომია ეს. იყო რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით, რომ ყუთები არ უნდა იყოს განთავსებული ისე, რომ ვიზუალური კონტროლი ხდებოდეს და არის დაწესებულებებში გადაიდგა ნაბიჯები იმისთვის, რომ ყუთები განთავსდეს ისეთ ადგილას, სადაც ვიზუალური კონტროლი არ ხდება. ქონდა კონკრეტული შემთხვევა, როცა სახალხო დამცველისთვის გასაგზავნი კორესპონდენციის შეფერხება მოხდა, ანუ კანონმდებლობის კუთხით და ესე ვთქვათ სისტემური სახით ამ პრობლემას რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია ადგილი არ აქვს, თუმცა იყო ასეთი სამწუხარო შემთხვევა, სულ ახლახან დაფიქსირდა ერთ-ერთ დაწესებულებაში და იქ შესაბამისი ესე ვთქვათ ზომები იქნა მიღებული და დისციპლინური ზომები იქნა გამოყენებული დაწესებულების ხელმძღვანელისადმი, როცა ასეთი ფაქტი დაფიქსირდა და იმედი გვაქვს, რომ ყველა ესეთ შემთხვევაში თუ კი ასეთი იქნება, ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით და სამინისტროს მხრიდან შესაბამისი ზომები აუცილებლად იქნება მიღებული. ხა რაც შეეხება რისკების თემას, მე როგორც გითხარით, ნამდვილად ეს არის ძალიან
ჩვენთვის პირველი რიგის ამოცანა, რომ დავასრულოთ რისკების შესაბამისად მსჯავრდებულთა კლასიფიკაცია და მათი გადანაწილება შესაბამისი რისკის დაწესებულებაში. ეს უკავშირდება ყველა სხვა ინიციატივას, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმისთვის, რომ ის ყველა სხვა იყოს წარმატებული, ეს არის ფაქტიურად წინაპირობა. იგივე რესოციალიზაცია, რეაბილიტაციის კუთხით, რაც აქტივობებიც გვაქვს გასათვალისწინებელი, დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, რომ ეს რისკების შეფასების პროცესი დასრულდეს და სათანადოდ წარიმართოს, ამიტომ ყველა რესურსი სამინისტროსი ამ მიმართულებით მობილიზებული იქნება. დიდი იმედი გვაქვს კანონმდებლობით ასია და ვალდებულები ვართ, რომ წლის ბოლომდე დავასრულოთ ეს პროცესი. თუმცა, არ ვიცი რა გარკვეული რისკები ალბათ არსებობს, რამდენად მოხერხდება, მაგრამ ამ ეტაპზე არა გვაქვს არანაირი საფუძველი ვიფიქროთ, რომ ამ ვალდებულებას ვერ შევასრულებთ. ჩვენ ყველანაირად ვართ, ასე ვთქვათ, მოწოდებული იმისთვის, რომ წლის ბოლომდე ეს ძალიან რთული პროცესი დავასრულოთ. რაც შეეხება მეშვიდე დაწესებულებას, ბუნებრივია ჩვენთვის ცნობილია ამ რეკომენდაციის შესახებ, რომელიც ამ ასე ვთქვათ სავალალო დაწესებულების დახურვას თან დაკავშირებით არსებობს, არსებობს სახალხო დამცველის რეკომენდაციებიც ამ პატიმარია ეხლა მეშვიდე. ეხლა 70 პატიმარი ყავდა და 21 თუ 22 მსჯავრდებულის გადაყვანა მოხდა სხვა დაწესებულებაში, შესაბამისად მნიშვნელოვნად არის შემცირებული რაოდენობა იმ მსჯავრდებულების, რომლებიც უკვე არიან ამ დაწესებულებაში, ანუ 50-ზე ნაკლებია ეხლა იქ მსჯავრდებული განთავსებული. ესეც სწორედ აი ამ რისკების შეფასების პროცესს უკავშირდება, იმიტომ რომ ვისაც უფასდება რისკი, მისი გადაყვანა ხდება ეტაპობრივად აი ამ შესაბამისი რისკის დაწესებულებაში, თუმცა პროცესი მოითხოვს გარკვეულ დროს და მყისიერად ამ გადაწყვეტილებების მიღება ვერ ხერხდება. მეშვიდე დაწესებულებასთან დაკავშირებით გეგმაშია მისი სრული რეაბილიტაცია, როგორც კი შესაძლებლობა იქნება, ანუ მოხდება ეტაპობრივად გადაყვანა ამ მსჯავრდებულების შესაბამის დაწესებულებაში, მათი რისკების შესაბამის დაწესებულებაში, ხშირ შემთხვევაში ეს არის მაღალი რისკი და განსაკუთრებული რისკი და იქნება მე-6 დაწესებულებაში სავარაუდოდ გადაყვანილი. შემდეგ მოხდება ამ დაწესებულების რეაბილიტაცია, ისე რომ ის პირველი სართული ეგრეთ წოდებული, რომელიც განსაკუთრებით ასე ვთქვათ არის ამასთან დაკავშირებით რეკომენდაციები, რომ საცხოვრებლად არ იქნეს გამოყენებული, მისი საერთოდ იქ აღარ იქნება ასე ვთქვათ საკნები განთავსებული და მხოლოდ ასე ვთქვათ მცირე ზომის დაწესებულების სახით განაგრძობს მუშაობა, სადაც განთავსდება მაქსიმუმ 25-მდე მსჯავრდებული. ასე არის გათვალისწინებული იმ გეგმებში, რომელიც ჩვენ გვაქვს და ეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებში ზის, რომელიც წლის განმავლობაში უნდა განახორციელოს სასჯელ ახსულების სამინისტრომ და იმედი მაქვს შემდეგ ჯერზე, როცა ახალი რეკომენდაციების განხილვას ზემიდგება ჯერი, უკვე გვექნება ასე ვთქვათ შედეგის სახით, რომ ეს დაწესებულება ამ ახალი სახით იფუნქციონირებს და არა იმ ფორმით, რა ფორმითაც დღეს. დაზიანების დოკუმენტირებას რაც შეეხება დაზიანების აღწერის ფორმებს, ამასთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველთანაც რა თქმა უნდა აქტიურად თანამშრომლობთ და გვაქვს გეგმაში აი ამ ახალი ფორმების დამტკიცება, რამდენჯერმე მოხდა შეხვედრები ყველა ჩართული, ასე ვთქვათ, პირის მონაწილეობით. სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით უნდა მოხდეს აი ამ ოქმების დამტკიცება, რომლის საფუძველზეც მოხდება დაზიანების დოკუმენტირება. ჩვენი სამედიცინო პერსონალის მომზადება ამ მიმართულებით ხდება, დაზიანების ფორმების შემუშავებული არის გარკვეული კითხვის ნიშნები, კერძოდ სამედიცინო პერსონალი მაგალითად არ გრძნობს თავს, ასე ვთქვათ, კომფორტულად იმასთან დაკავშირებით, რომ თვითონ მოახდინოს გარკვეული დაზიანებების ფოტოდოკუმენტირება, მაგალითად ესეც იყო პრობლემა მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია, რომ ფოტო, ასე ვთქვათ, ზეც მოხდეს იმ დაზიანების აღბეჭდვა, რომელიც გთხოვენ, რომ აი დაგვიმატეთ მაშინ ტექნიკური პერსონალი, რომელიც ფოტო გადაღებას მოხდენს, რაც ეხლა შეუძლებელია და ამის გაკეთება არ იქნება იმ რესურსების ფარგლებში შესაძლებელი, რომელიც ჩვენ გვაქვს, თუმცა მოკლედ ფორმებზე ვმუშაობთ, ესეც არის მუშა პროცესი, გარკვეული პრობლემები არსებობს, ასე ვთქვათ, ამ ფუნქცია მოვალეობების გაგებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეს არის პროცესი, რომელიც დაძლევადია და როგორც კი ფორმები დამტკიცდება, ყველას მიეცემა შესაბამისი მითითება და ყველას ეცოდინება, რომ მისი ვალდებულება არის ამ ფორმების მიხედვით დაზიანების დოკუმენტირება და აღნუსხვა. ეს უახლოეს მომავალში მოხდება, დიდი იმედი გვაქვს, რომ პირველი კვარტლის, ასე ვთქვათ, განმავლობაში და ამას არ გაცდება, იმიტომ რომ არის რაღაცა ტექნიკური საკითხები, რომელზეც ჯერ კიდევ მუშაობთ, მაგრამ ამას მეტი დრო წესით არ უნდა დასჭირდეს. კეთილი, ეხლა
შეგვიძლია კი რა გავაგრძელოთ კითხვები, მე აქვე მინდა გთხოვოთ კაპიტან თამარ, რომ ასევე იქნებ შევეხოთ რამდენიმე საკითხს, რომელზედაც კომიტეტს ხშირად მიემართავენ. ეს ეხება მათ შორის უვადო პატიმრობა მიშილებს. არის ერთი თემა, რომელზედაც დღესაც მივიღეთ თხოვნა, რომ კომიტეტმა ეს საკითხი კიდევ ერთხელ გააშხეროს, რომ განსაკუთრებით კომისია, რომელიც არის შექმნილი ავადმყოფობასთან დაკავშირებით, ეს კომპლექსური კომისია. რა პრობლემებია ამ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ისეთი, რომელიც ქმნის იმ განცდას, რომ არ ხდება რაღაც სწრაფად თუ შესაბამისად საკითხების გადაწყვეტა ისე, რომ დროულად მოხდეს შეფასება რეალურად ჯანმრთელობის მდგომარეობის, რომ არ მივიღოთ შემდეგ მძიმე შედეგი. და შემდეგ ჩვენ ამ საკითხზე ცალკე ვიმუშავებთ თქვენთან, რომელიც ეხება ადვოკატებისა და მათ დასაცავი პირების შეხვედრის პროცედურებს. ჩვენ გვქონდა ადვოკატებთან შეხვედრა, დახურული შეხვედრა იყო, მაგრამ საკმაოდ ესეთი ხანგრძლივი და დეტალური, სადაც რამდენიმე საკითხი დადგა, რომელიც ეხება როგორც კონფიდენციალობის საკითხს, ასევე მათი შესვლის დროს გარკვეულ პროცედურებს. აქ დაისვა რამდენიმე საკითხი, ჩვენ შევთანხმდით, რომ ამაზე შეხვედრა გვექნება, სადაც სამინისტროს წარმომადგენელი იქნება ჩართული და მათი წარმომადგენლები, რომ გავიაროთ ეს საკითხები, ჩვენ არ გვინდა რომ ეს იყო სამხრივი ინფორმაცია, იმიტომ რომ ეს ფაქტები, რომელსაც ისინი საუბრობენ, იყო ძალიან საყურადღებო ჩვენთვის და თუ ეს ფაქტები დადასტურდება, ბუნებრივია, მაშინ საჭირო იქნება ძალიან სწრაფი ჩარევა ამ პროცესში, რომ ესეთი ტიპის შემთხვევები სწრაფად აღმოფხრათ ადვოკატების შესვლის დროს, რომ იყოს გარკვეული წესები და პროცედურები დაცული და კონფიდენციალობა მათ დოკუმენტების და ჩანაწერები, რომელსაც ისინი აკეთებენ, რომ ამ ჩანაწერების საკუთარი ჩანაწერების გამოტანის დროს არ შეექმნათ უკანონო შეზღუდვა და დაბრკოლება. მე მახსოვს ამ თემაზე გქონდა ჩვენ ადრე საუბარი, ოღონდ თქვენთან არა, მაშინ საკითხები მოგვარდა. ეხლა ისე ვაყენებენ ამ საკითხებს, მოკლედ ჩვენ გვინდა რომ ეს გავიაროთ თქვენთან ერთად და იყოს გადამოწმებული ინფორმაცია. შეეხება წერილებს, გულწრფელად რო გითხრათ, კომიტეტი ისე წერილებს იღებს, რაიმე ტიპის კონტროლი რო ქონდეს ადმინისტრაციაზე, ცუდი განზრახვა, ესე წერილები ჩვენთან არ უნდა მოდიოდეს. იმიტომ რომ ყველა სახის წერილს ვიღებთ ჩვენ და ამ წერილების შინაარსიდან კარგად ჩანს, რომ მათ აქვს შესაძლებლობა ჩვენ ყველა თემაზე გვესაუბროთ. და იქ მე ვერ წარმომიდგენია, რომ თუ ესეთი კონტროლი არის, რომ ხდებოდეს დახარისხება რა წერილები უნდა გამოიგზავნოს კომიტეტთან და რა არ მგონია ეს, იმიტომ რომ შინაარსიდან გამომდინარე ვამბობ, ასე წერილები ადრე კომიტეტში არ შემოდიოდა, რა წერილებიც ახლა მოდის. მაგრამ ჩვენ რო ვაგზავნით წერილებს და მათ შორის თქვენთან პირველ ადგილზეა პროკურატურა 2015 წლის მონაცემებით და მეორეზე საშუალო სამინისტრო, რაოდენობა ჩვენგან გაგზავნილი წერილები, თუმცა ძალიან ახლოს არის მაჩვენებელი. ძალიან გაიზარდა პასუხების რაოდენობა. ეს ძალიან კარგი ტენდენციაა, რომ ჩვენ ვიღებთ თქვენგან პასუხებს ძალიან დროულად და სწრაფად. შემდეგ ამ პასუხებს პატიმრებსაც უგზავნით, მაგრამ ხშირად როგორც ჩანს არ მიდის ადრესატამდე და რაღაც შეიძლება იყოს ან კომუნიკაციის პრობლემა, რომ მეორედ გწერენ, რომ ეს პასუხი არ აქვთ მიღებული. აი ეს არის მე მგონი უფრო ტექნიკური საკითხი. და ტექნიკური და ორგანიზაციული, იმიტომ რომ აქ კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთან თუ მოდის ისეთ შინაარს წერილები, რომელიც პირდაპირ მეტყველებს იმაზე, რომ მათ არ აქვთ შეზღუდვა გამოგზავნის დროს, ბუნებრივია ჩვენგან გაგზავნილი წერილები მით უფრო არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ეს არის ალბათ უფრო ტექნიკური საკითხი. ეს რამდენიმე თემა, რომელიც მე აუცილებლად მინდოდა, რომ თქვენთან ერთად ამ საკითხზე გვესაუბრებ, იმიტომ რომ თვალყურს ადევნებენ მაინც პირდაპირ ეთერია და ეს კითხვები გქონდათ, რაც ვთხოვეს, რომ დილითვე გახმოვანებულიყო. ეხლა მინდა ვკითხო ვის აქვს სხვა კითხვები, რომ აქვე დავსვათ და ერთად უპასუხებს კაპიტან თამარი. მაკა კიდევ დიახ, ბატონო. კეთილი. მოგესალმებით, აქ თითქმისაც უნდა დაგვესვა აპარატს, შეკითხვები დაისვა და არ გავიმეორებთ. უბრალოდ ჩვენ როგორც სახალხო დამცველის რეკომენდაციებთან დაკავშირებით, ასევე შემოსულ განცხადებებიდან ვაკეთებთ ანალიზს
და ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა მჟავრდებულები მოგმართავენ აი ესეთი პრობლემით, რომ ვიცით, საჯელახსოვრების პენიტენციური ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება დამტკიცებული არის უпростоრად ბაზისური მედიკამენტების ნუსხა და ამის ფარგლებში მათ მიეწოდებათ შესაბამისი დაავადების შესაბამისი მედიკამენტები, მაგრამ არის რიგი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურად მჟავრდებულს სჭირდება ის მედიკამენტი, რომელიც ამ ნუსხაში არ შედის. ისიც ვიცით, რომ გამარტივებული წესით შესყიდვა ხორციელდება, მაგრამ ამასთანავე არის ის პრობლემა, რომ პროცედურა არის დროში გაწელილი, მაგრამ ზოგჯერ ისეთი ბრენდული დასახელების მედიკამენტებია, რომელიც არ იყიდება და ასევე მჟავრდებულის პატრონს აქვს შესაძლებლობა შეისყიდოს და თვითონ მისი ხარჯით მიაწოდოს. მაგრამ როგორც ვიცით, ასევე ჯანდაცვის სისტემაში არ არსებობს აი ამ მედიკამენტის მიწოდების მარეგულირებელი წესი, რომელიც ვიცით, რომ ხორციელდება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს მედიკამენტი არის მჟავრდებულისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის და აი ამ შემთხვევაში რა შეიძლება რომ გაკეთდეს, რას აკეთებს სამინისტრო. და მეორე შეკითხვა აქვე გადავაბამ, რომ საყოფაცხოვრებო პირობებთან დაკავშირებით ყველაფერი ვიცით რეფორმის ფარგლებში რაც არსებობს, მაგრამ მაღაზიები, რომელიც პენიტენციური დაწესებულებაში არსებობს, იქ არ არის პირველადი მოხმარების საგნები და მთელი პრეტენზია შემოდის ამასთან დაკავშირებით და თუ გაკეთეთ, ანუ სხვა ხელშეკრულება სხვა მომწოდებლებთან თუ დაიდო და რა ხდება ამასთან დაკავშირებით. მადლობთ. ზუსტად არ არის ამაზე წერენ პატიმრები, თორე ჩვენ მტკიცებით ფორმაში ჯერ ვერ ვიტყვით, სანამ ჩვენ თვითონ არ გადავამოწმოთ. მადლობა მაკა, დიახ. მოგესალმებით, ნიკა კვარაცხელია, სახალხო დამცველის წვნებული. მაქვს რამდენიმე კითხვა, შევეცდები მოკლედ წარსულ გამოცდილებას, ასე ვთქვათ, გავითვალისწინებ და მოკლედ დავსვამ კითხვას. რამდენიმე კითხვა მაქვს. პირველი ეხება კონფიდენციალურობის დაცვას. ექიმისა და პაციენტის საუბრის კონფიდენციალობაზე საუბარი. ხომ არ განიხილავთ, რომ ამ მარეგულირებელ ჩარჩოში დაკონკრეტდეს და მიეთითოს ანუ რეალური რისკზე, იქ არის დღეს არსებული რედაქციით, რაც უსაფრთხოების მიზნით შეიძლება განხორციელდეს, მაგრამ უსაფრთხოების მიზანი ესეთი დიადი მიზანია, მაგრამ კონკრეტულად რეალური რისკზე გაგვხდეს მითითება და ასევე ხომ არ განიხილავთ შესაძლებლობას, რომ მოხდეს რაღაცნაირად დოკუმენტირება ამ უფლების შეზღუდვის, რომ თქვათ მე შემდგომში გენერალური ინსპექცია რეგულირების სამმართველოს ჩვენც მოგვეცეს შესაძლებლობა, რომ გავაკონტროლოთ, რამდენად მარძომიერად იზღუდება ეს კონკრეტულ შემთხვევებში. მეორე კითხვა გენერალურ ინსპექციას მივადექით და ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ გააქვთ უკვე გამოგზავნილი სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში მოთხოვნის საჩივრის განხილვის მექანიზმი პენიტენციურ სისტემაში და აქ არამხოლოდ მოთხოვნაზე რეაგირებაზეა საუბარი, არამედ ზუსტად სისტემურ მონიტორინგზე, პროაქტიულ საქმიანობაზე. მისასალმებელია, რომ გენერალურმა ინსპექციამ დაიწყო აღნიშნული, ასე ვთქვათ, მუშაობა და მაინტერესებს მეთოდოლოგია თუ არის შემუშავებული რაიმე კონკრეტული ინსტრუმენტი და კონკრეტული ინდიკატორები თუ არის ჩადებული, როგორც იყო რეკომენდაციაში და ასევე ანგარიში, რომელიც გენერალური ინსპექციის მიერ მომზადდა რამდენად ხელმისაწვდომი იქნება დაინტერესებული მხარეებისთვის. და უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან დაკავშირებით, უფრო სწორედ აქ უნდა დავაკონკრეტოთ, აქ საუბარი არის, უნდა იყოს საუბარი ქართული ენის არ მცოდნე პატიმრებზე, შეიძლება საქართველოს მოქალაქეც იყოს ან მოქალაქეობის არ მქონე პირი, და ზუსტობა რეკომენდაციაში გაპარული. თარჯიმნის პრობლემა ზოგადად პრობლემა არის და აქ იმ ანგარიშიც იყო, ხსენებულ ანგარიშიც იყო ამაზე საუბარი, საპარლამენტო ანგარიშიც, ხომ არ იგეგმება თარჯიმნების უზრუნველყოფა დაწესებულებების და ასევე რეაბილიტაციის კუთხით ხო არ იგეგმება რაიმე მოდულის შექმნა, ანუ უცხოენოვანი ასე ვთქვათ პროგრამის შექმნა იმ ჯავრდებულებისთვის. ვთქვათ, მაგალითად, ვიცით რომ ჩვენთან საჯელახსოვრების დაწესებულებებში არის თურქულენოვანი პატიმრების ასე ვთქვათ გარკვეული რაოდენობა, ასევე რუსულენოვანი და ხომ არ იგეგმება ამ კონკრეტულად ეს როგორც ალტერნატივა ხომ არ განიხილება, ან მეორე ალტერნატივად ხო არ განიხილება თარგმანის უზრუნველყოფა კონკრეტულ სალიდაფეს პროგრამაში ჩართვის დროს. ეს ამ ეტაპზე დიდი მადლობა წინასწარ. კიდევ კითხვა ხო არ არის და ერთად უპასუხებს კალბინთამარი. კარგი, კი ბატონო. გისმენთ კალბინთამარი. სეგი პირველ რიგში ქალბატონი ეკას კითხვები იყო პირველი უვადო პატიმრებთან დაკავშირებით. აქ
რაიმე კონკრეტული საკითხი გვაინტერესებდა თუ პირობით ვადამდე გათავისუფლების თემად? ხო. ესე იგი, კი ბატონო, აი უვადო თავისუფლება აღკვეთილ მსჯავრდებულებთან დაკავშირებით პრობლემას წარმოადგენდა სწორედ ეს მათი პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმი და ამ მექანიზმის მუშაობა, ისევე როგორც ასე ვთქვათ, გარკვეული ხარვეზები შეიძლება არსებობდეს იმ ერთობლივი კომისიის მუშაობის, ასე ვთქვათ, პრაქტიკაში, რომელიც არსებობს ჟანდაცვის სამინისტროში. ეს არის ჟანდაცვის სამინისტროს და სასჯელ ახსნილების სამინისტროს ერთობლივი კომისია, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მსჯავრდებულთა პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საკითხს განიხილავს. ასე რომ ეს თემები არის ნამდვილად ის საკითხები, რომელზეც საკანონმდებლო ინიციატივების ფორმით მუშაობს სამინისტრო და უახლოეს მომავალში მოხდება ამ საკითხებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებების წარმოდგენა. ზოგადად არის პრობლემური პირობით ვადამდე გათავისუფლების საბჭოების მუშაობა და ამ მიმართულებით გვაქვს ნაფიქრი და გარკვეული მსჯელობა სამინისტროში, ისევე როგორც სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში მოხდა ამ სხვადასხვა ასე ვთქვათ მიდგომების განხილვა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება საკითხის უფრო ეფექტურად დარეგულირება, ამის შემდეგაც განვაგრძეთ მუშაობა და ეხლა უკვე კონკრეტული საკანონმდებლო ინიციატივებისთვის მზად ვართ, რომელსაც განვიხილავთ ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მანამ სანამ ეს ინიციატივები, რა თქმა უნდა, პარლამენტში შემოვა, სადაც კიდევ ერთხელ გახდება საჯარო განხილვის საგანი. ადვოკატების და დასაცავი პირების მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების შეხვედრის თემებთან დაკავშირებითაც ჩვენ მზად ვართ, რომ კომიტეტთან აქტიურად ვიმუშაოთ, თუ რაიმე კონკრეტული ესე ვთქვათ პრობლემები არსებობს, რაც შეიძლება არსებობდეს ყოველთვის ამის მიმართ ვიქნებით ძალიან ღია და მაქსიმალურად მოკლე დროში თუ რაიმე კონკრეტულ პრობლემას აქვს ადგილი, ამ პრობლემის აღმოფხვრა მოხდება, იმიტომ რომ კანონმდებლობის კუთხით აქ ნამდვილად არ არის პრობლემა, იმიტომ რომ დაცულია და უნდა იყოს დაცული სრულად კონფიდენციალობა ადვოკატის შეხვედრის მის დასაცავ პირთან, რაც შეეხება გარკვეულ პროცედურებს, რომელსაც ადვოკატები გადიან, თუ ესე ითვალისწინებს უსაფრთხოების პროცედურებს მათ შემოწმებას დაწესებულებაში შესვლის დროს, ეს არის პროცედურა, რომელსაც ყველა ვექვემდებარებით, როცა დახურულ დაწესებულებაში შევდივართ, ეს ასეა ყველა ქვეყანაში და თუ იქაც რაღაცა დარღვევას აქვს ადგილი და ესეც ადრე მახსოვს, რომ იყოს სერიოზული პრობლემა ამასთან დაკავშირებით, თუ არის რაიმე ესე ვთქვათ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ პროცედურის დარღვევით ხდება შემოწმება ჩხრეკა, ჩვენ ამ მიმართულებითაც მზად ვართ, რომ ინფორმაცია მივიღოთ და შესაბამისი ესე ვთქვათ ნაბიჯები გადავდგათ, რომ ეს პრობლემები პრაქტიკაში აღმოიფხვრას. ჩვენ წესით არ უნდა არსებობდეს დღეს არსებული მდგომარეობით ეს შეფერხებები და პრობლემები და განვიხილოთ უფრო სამუშაო რეჟიმში. რაც შეეხება ასე ვთქვათ წერილებს, აქაც სრულად გეთანხმებით, რომ ჩვენთანაც რა თქმა უნდა მოდის უამრავი წერილი, რაც იძლევა იმის ნამდვილად იმის საფუძველს, რომ ვარაუდოთ, რომ არავითარ ცენზურას ადგილი არა აქ ამ ჩინართან დაკავშირებით ამ წერილების გამოგზავნის და ეს ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ კარგი ტენდენცია, იმიტომ რომ გვახსოვს, როცა საერთოდ არ იყო სასჯელ ახსნილების სისტემიდან არანაირი საჩივარი და წერილი ერთი პერიოდი, ანუ ძალიან მცირე რაოდენობით იყო და ეს სულაც არ მოწმობდა იმას, რომ იქ ვითარება იყო, ასე ვთქვათ, იმედის მომცემი რაიმე კუთხით. რაც შეეხება ქალბატონი მაკას შეკითხვებს ბაზისური მედიკამენტების ნუსხასთან დაკავშირებით და ზოგადად მედიკამენტების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით, მე ამასთან დაკავშირებით ვისაუბრე, მესმის რომ ამ საკითხებზე ხშირი არის განცხადებები მსჯავრდებულების მხრიდან, თუმცა იმ ბაზისური მედიკამენტების ნუსხის გარდა, რომელიც არის დამტკიცებული და რომელიც ძალიან ასე ვთქვათ ვრცელ ჩამონაცვალს მოიცავს მედიკამენტებისა, მსჯავრდებულებისთვის ხელმისაწვდომია, მათთვის აუცილებელი ასევე ბრენდული მედიკამენტები. ეს შეფერხება, ანუ ბრენდული მედიკამენტის მოთხოვნა ხდება ასე, რომ ეს მედიკამენტები ჩვენ არ გაგვაჩნია, ანუ არ გვაქვს წინასწარ ნაყიდი და ვერ ვივარაუდებთ, ვის
ვის რა მედიკამენტი შეიძლება დაჭირდეს, მაგრამ როგორც კი ხდება მოთხოვნის დაფიქსირება ამა თუ იმ ბრენდულ მედიკამენტზე, როგორც მოგახსენეთ, ეს უნდა იყოს შემთხვევა, როცა ექიმი მიიჩნევს, რომ ბრენდული მედიკამენტის ჩარევა წარმოადგენს აუცილებლობას და ბრენდული მედიკამენტი მოხმარება არის კონკრეტულად მიზანშეწონილი რაღაც კონკრეტულ შემთხვევაში. აი თუ ესეთი მოთხოვნა გვაქვს სამედიცინო, ასე ვთქვათ, პერსონალის მხრიდან, ექიმის მხრიდან, ხდება ამ მედიკამენტის შეძენა სწორედ აი ამ მექანიზმის გამოყენებით, რომელიც თქვენ ახსენეთ, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გამარტივებული წესით შევისყიდოთ ეს მედიკამენტი და მივაწოდოთ უმოკლეს ვადაში. ხა ეს ვერ მოხდება, რა თქმა უნდა, სავარაუდოდ იმავე დღეს, მაგრამ უმოკლეს ვადებში ხდება აი ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება მსჯავრდებულების მხრიდან, რაც არის და რასაც სამედიცინო პერსონალი იზიარებს. თუმცა არის კიდევ ამბობ შემთხვევები, როცა სრულიად, ასე ვთქვათ, არ არის სამედიცინო თვალსაზრისით აუცილებლობა გამოკვეთილი იმის, რომ რაიმე ბრენდული მედიკამენტით მოხდეს ჩარევა და როცა ქიმიურად ერთი და იგივე შემადგენლობის მედიკამენტი ჩვენ გვაქვს როგორც ბრენდული სახით, ასევე ბაზისურ მედიკამენტების ნუსხაში მოცემული გენერიკის სახით, ჩვენ ვიყენებთ იმ მედიკამენტს, რომელიც გვაქვს ჩვენ სისტემაში და ამ მედიკამენტით ხდება მკურნალობის დანიშვნა. თუმცა თუ მსჯავრდებული მაინც და მაინც მოითხოვს, რომ ეს რაღაცა კონკრეტული სახის მედიკამენტი მიიღოს და ამისთვის მზად არის, რომ საკუთარი რესურსი, ასე ვთქვათ, გამოიყენოს მან, მისი ოჯახის წევრებმა, ამის შესაძლებლობაც გვეძლევა. მე ასევე მოგახსენეთ იმასთან დაკავშირებით, რომ თქვენც აღნიშნეთ, რომ იცით, რომ ხორციელდება პრაქტიკაში ეს ფორმა, რომ მედიკამენტს შეიძენს ოჯახი და მისი შეგზავნა ხდება მსჯავრდებულისთვის, თუმცა მე აქ უკვე გითხარით ამისთვის წესი ასეთი გაწერილი ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ ამ წესის შემუშავება მიმდინარე პროცესშია, მუშაობთ და უახლოეს მომავალში უკვე წესიც იქნება შემუშავებული, სადაც გაწერილი იქნება კონკრეტული პროცედურა თუ როგორ უნდა მოხდეს და რა ტიპის მედიკამენტების შეტანა იქნება შესაძლებელი, იმიტომ რომ როგორც ასევე მოგახსენებთ, გარკვეული კატეგორიის მედიკამენტების ასე უკონტროლო დამანათებით მიღება ბუნებრივია ვერ მოხდება. ეხლა იმიტომ რომ ამას თავისი, ასე ვთქვათ, თემებია, რომელიც გათვალისწინებული უნდა იყოს ამ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. რაც შეეხება მაღაზიებში არსებულ მდგომარეობას, მართლაც იყო გარკვეულად პრეტენზიები მაღაზიებთან დაკავშირებით, ოღონდ ეს გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, უკვე მოძველებული თემა არის, რამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, იმიტომ რომ ჩვენთან უკვე მომსახურებას ახორციელებს ახალი კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს მაღაზიების სრულად მომარაგებას ყველა საჭირო პროდუქტით, საგნით, რომელიც კი არის დასაშვებით, რომ იყოს ასეთ დაწესებულებაში, თუ რაიმე კონკრეტული შეფერხება ხდება, ეს ხდება რაღაც ერთეულ შემთხვევაში და ამის შესახებაც ამაზეც ხდება მყისიერი რეაგირება და არის შემთხვევები, როცა ვაჯარიმებთ კომპანიას იმის გამო, რომ თორშოთ არ არის სათანადო რაოდენობის რაღაცა პროდუქცია შეიძლება მაღაზიაში, როგორც კი ამის შესახებ ცნობილი ხდება, ამას მოყვება რეაგირება, თუმცა ეს ინფორმაცია მე მგონი არის უფრო ძველი ინფორმაცია, რომელიც თქვენ გაქვთ, როცა რაღაცა უფრო ესე ვთქვათ სისტემურად იყო გარკვეული ხარვეზები მაღაზიაში გარკვეული პროდუქტების პირველადი მოხმარების საგნების არსებობასთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით ეს პრობლემები ამ სახით, ამ ფორმით არ არსებობს სასჯელ ახსულების სისტემაში და მაღაზიები სრულად არიან, ასე ვთქვათ, აღჭურვილი ყველა იმ და იქ არის ყველა ის პროდუქტი და ის ნივთი, რაც უნდა იყიდებოდეს მაღაზიებში. ეს რაც შეეხებოდა ხალბატონი მაკას შეკითხვებს, ახლა ბატონი ნიკასთან დაკავშირებით კონფიდენციალობის დაცვის საკითხს მიუბრუნდა ჩვენთვის ძალიან მოსალოდნელად ბატონი ნიკა. კონფიდენციალობის დაცვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, მე მოგახსენეთ ამასთან დაკავშირებით, რომ მუშაობთ ცნობიერების ამაღლების კუთხით, როგორც პერსონალთან, სამედიცინო პერსონალთან, ასე არასამედიცინო პერსონალთან, ხშირ შემთხვევაში ამას უფრო მეტი მუშაობა ჭირდება არასამედიცინო პერსონალთან, ვიდრე სამედიცინო პერსონალთან. რაც შეეხება მითითებებს იმაზე, რომ რაღაცა კონკრეტული უფრო დაკონკრეტდეს მიზეზი იმ შემთხვევებისა, როცა შეიძლება კონფიდენციალობის ბას გარკვეული საფრთხე შეექმნას, ანუ თქვათ იყოს ოთახში მესამე პირი, ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია გავაგრძელოთ სამუშაო, ესე ვთქვათ, რეჟიმში მუშაობა და თუ რაიმე კონკრეტული შემოთავაზებები გექნებათ, მზად ვართ, რომ ეს განვიხილოთ, იმიტომ რომ ეხლაც ჩვენი მიზანი არამც და არამც არ არის ჩარევა სამედიცინო, ესე ვთქვათ, ნიუანსებში და იმ ადამიანი, რომელიც იქ არის, იმისთვის არ არის, რომ ეს ინფორმაცია მოიპოვოს, ბუნებრივია, როცა კი ის არის ამ ოთახში, მიზანი არის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუ ამისთვის რაღაცა მექანიზმების დახვეწა
წამოხდება ამას მივესალმებით, უბრალოდ უნდა შევჯერდეთ ისეთ ფორმაზე, რომელიც ერთის მხრივ მოგცემს საშუალებას, რომ დავიცვათ ეს ინტერესი, რაც აქვს მსჯავრდებულს მისი სამედიცინო, ასე ვთქვათ, ინფორმაციის კონფიდენციალობასთან დაკავშირებით და მეორეს მხრივ, რაც უსაფრთხოების კუთხით შეიძლება არსებობდეს. ახლა მოგეხსენებათ, რომ ინციდენტები გქონია და მათ შორის სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მონაწილეობითაც ყოფილა, მათთან დაკავშირებითაც ყოფილა რაღაცა, ასე ვთქვათ, მცდელობა, რომ ამის უზრუნველყოფად უსაფრთხოების ერთის მხრივ და მეორეს მხრივ კონფიდენციალობის ერთად რომ მოვახერხოთ, ამ მიმართულებით მზად ვართ ვიმუშაოთ თქვენთან ერთად. მოთხოვნების და საჩივის განხილვის მექანიზმთან დაკავშირებით ჩვენ კარგად ვიცნობთ თქვენს ანგარიშს, სწავლობთ, ძალიან აქტიურად ყველა ვართ ამ პროცესში ჩართული, არა მარტო მე და ბატონი სანდრო, არამედ ყველა პენიტენციური დეპარტამენტი და მთლიანად სამინისტროს რესურსი. ვამზადებთ თქვენს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით უფრო კონკრეტულ და დეტალურ ინფორმაციას, რომელსაც უახლოეს მომავალში მიიღებთ ჩვენგან. რაც შეეხება გენერალური ინსპექციის მიერ მომზადებულ ანგარიშს, აქ საუბარი იყო იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ხელმისაწვდომი იქნება ეს ანგარიში დაინტერესებული პირებისთვის. ეს არის დახურული ანგარიში და არის შიდა მოხმარებისთვის ანგარიში, რომელიც შიდა, ასე ვთქვათ, საშუალებას გვაძლევს, რომ დაწესების სამინისტროს შიგნით, ასე ვთქვათ, დროულად მოვახდინოთ გარკვეული პრობლემების იდენტიფიცირება და ამასთან დაკავშირებით მივიღოთ სისტემური, ასე ვთქვათ, ხასიათის ღონისძიებები გავატაროთ. ბატონო, ნიკა რაღაცას. კი, მოიცავს გარკვეულწილად, ასე ვთქვათ, ოპერატიულ ინფორმაციასაც და შესაბამისად ეს დოკუმენტი საჯარო ვერ იქნება, თუმცა ის თუ რომელ დაწესებულებებში განხორციელდა და რა შედეგები, ასე ვთქვათ, რა რეაგირება, რა ფორმითაც ამაზე სამინისტრომ განახორციელა, ეს ინფორმაცია შეგვიძლია ხელმისაწვდომი თქვენთვის გავხადოთ და იქნება კიდეც ხელმისაწვდომი, როგორც მოგახსენეთ, 3 ასეთი ანგარიში გაკეთდა 2015 წლის განმავლობაში. დღეს ჩავიწერე შემდეგი კითხვები. უცხოენოვანი მსჯავრდებულების თემა, დაწესებულებებში თარჯიმნების არსებობა, დაწესებულებაში შტატი რო გქონდეს თარჯიმნის, ახლა ეს არის ძალიან, ასე ვთქვათ, ესეთი ფუფუნება, ბევრი მიმართულებით გვიჭირს პერსონალი ზოგადად, უსაფრთხოების და რეჟიმის კუთხით, ბადრაგის კუთხით, სოციალური მუშაკების კუთხით, მთლიანობაში, ძალიან, ასე ვთქვათ, არა საკმარისად გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ყველა ეს პერსონალი გვყავდეს და ყველამ შეძლოს, ასე ვთქვათ, სამუშაო პირობების, ისეთ პირობებში იმუშაონ, რომ მათ, ასე ვთქვათ, ცხოვრებას და მუშაობას მართლა აზრი და ფასი ქონდეთ, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ხანგრძლივ ცვლებში უწევთ მუშაობა, იმიტომ რომ პერსონალის ნაკლებობა გვაქვს. თარჯიმნის დამატება შტატის მიზანშეწონილი ამ ეტაპზე ითვლება, რომ არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა ენაზე გვაქვს თარჯიმნის მოთხოვნა, ეს მოთხოვნები მუდმივად იცვლება და ამიტომ გადაწყვეტა არის ასეთი, რომ ხელშეკრულებას ვაფორმებთ შესაბამისად სერვისის მომწოდებელთან, რომელიც ვალდებული იქნება, რომ მოგვაწოდოს, ასე ვთქვათ, სერვისი, როცა ამის საჭიროება გვექნება და ეხლა ტენდერიც გქონდა ამ მიმართულებით გამოცხადებული, გარკვეული რაღაც ტექნიკური ხარვეზების გამო წარმატებით ვერ დასრულდა, ამიტომ შემდეგ ეტაპზე გადავედით, როცა კიდევ ერთხელ უნდა გამოვაცხადოთ ამ სათარჯიმნო მომსახურებისთვის ტენდერი, მაგრამ უახლოეს პერიოდში ეს თარჯიმნებით უზრუნველყოფის საკითხიც მოგვარდება. ამ ეტაპზეც, ამ კუთხით არავის დაბრკოლება არ ექნება, როცა ინფორმაცია არის გასაცნობი, მისთვის ამ ინფორმაციის გაცნობის უზრუნველყოფა მისთვის გასაგებ ენაზე ნამდვილად ხდება. სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებას უცხო ენაზე, ესეც ცოტა ესეთი ამოცანა არის, ძალიან კარგი იქნებოდა, გადასარევი იქნებოდა, მაგრამ ეხლა ჩვენი ამოცანა არის იმთხელად, ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ ეს სარეაბილიტაციო სერვისები ყველა მსჯავრდებულისთვის იყოს ხელმისაწვდომი. მუშაობთ, რა თქმა უნდა, უფრო დიდ კონტინგენტზე, რომელიც გყავს და ამათი, ასე ვთქვათ, ყველა მათგანის ჩართვაც ამ სარეაბილიტაციო პროგრამებში ყოველთვის შესაძლებელი არ არის, ასე რომ შეიძლება ეს გავითვალისწინოთ სამომავლოდ, თუმცა ეხლა რო გითხრათ, რომ რაღაცა კონკრეტული გეგმა გვაქვს, რომ თურქულ ენაზე რამე სარეაბილიტაციო პროგრამა ან რომელიმე სხვა ენაზე
გავაკეთოთ. ამის შესაძლებლობა ეხლა არ გვაქვს ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა, თუმცა მომავალში როცა ამის შესაძლებლობა გვექნება, აუცილებლად ამაზეც ვიზრუნებთ. რაც შეეხება მათ მონაწილეობასარეაბილიტაციო პროგრამებში, ჩვენი მიდგომა არის ესეთი, რომ რაც შეიძლება მეტად ხელმისაწვდომი გავხადოთ ქართული ენის, ასე ვთქვათ, შესწავლის შესაძლებლობები მსჯავრდებულებისთვის, ამ მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები გადადგმული გვაქვს მეორე, მესამე, მეხუთე, მე-17 დაწესებულებაში, სადაც გვაქვს შესაძლებლობა, რომ ქართული ენის ასე ვთქვათ, სწავლება მოხდეს ამ არაქართულენოვანი მსჯავრდებულებისთვის და მას შემდეგ რაც ისინი ასე ვთქვათ, პირველად უნარებს შეიძენენ ქართული ენის შესაძლებელი ხდება მათი ჩართვა ყველა იმარეაბილიტაციო პროგრამაში, რომელიც ზოგადად იმ დაწესებულების კონტინგენტისთვის არის ხელმისაწვდომი. მადლობთ. კითხვა გაქვთ? ძანეთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა წარმოდგენილი ანგარიშისთვის. მე მაქვს ესეთი შეკითხვა. გასაგები არის, რომ რისკების შეფასება არის ძალიან მნიშვნელოვანი პატიმრების განთავსებასთან დაკავშირებით ამა თუ იმ დაწესებულებაში, მაგრამ ჩვენ გვხვდება პრაქტიკაში ისეთი შემთხვევები, როდესაც პირს განსაზღვრული აქვს კონკრეტული ტიპის რეჟიმის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, მაგრამ მაგალითად ავიღოთ დახურული ტიპის დაწესებულებაში სასჯელის მოხდა, რომელიც შეიძლება იყოს უფრო ახლოს მისი ნათესავების ან ახლო ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, მაგრამ მაინც ეს ადამიანი განთავსებულია სხვა მეორე დაწესებულებაში, იმავე ტიპის დაწესებულებაში, რომელიც არის მაგალითად სხვა ტერიტორიაზე. მიუხედავად იმისა, რომ იმავე მსგავსი ტიპის დაწესებულებაში შეუძლია თავისი ოჯახის წევრების ახლოს მოიხადოს სასჯელი, მაინც გადაწყვეტილება არის ხოლმე ისე, რომ მას იგი სასჯელს იხდის მოშორებით თავისი ახლო ნათესავებისგან, მაგრამ ჩვენ ვერ ვიღებთ ვერც ერთ შემთხვევაში პასუხს, როდესაც ვეკითხებით პენიტენციურ დეპარტამენტს რა განაპირობებს ამას, ყოველთვის არის პასუხი, რომ ეს არის ოპერატიული მიზნებიდან გამომდინარე. მაგრამ ჩვენთვის გაურკვეველი არის ის, თუ კი ვთქვათ, განსაზღვრული არის უკვე რეჟიმი და შესაძლებელი არის იმავე რეჟიმში უბრალოდ უფრო ახლოს მოიხადოს სასჯელი თავის ოჯახის წევრებთან, ახლო ნათესავებთან, რატომ არ შეიძლება ეს მოხდეს იმავე ტიპის დაწესებულებაში. და ასევე კიდევ ერთი საკითხი მინდოდა უბრალოდ ხაზი გამესვა იმისთვის, რომ რა თქმა უნდა კონფიდენციალურობის დროს აუცილებელია უსაფრთხოების დაცვა და ამიტომ შესაძლებელი არის, რომ უსაფრთხოების თანამშრომელი ესწრებოდეს გასაუბრებას სამედიცინო მუშაკსა და პატიმარს შორის, მაგრამ მაინც გვაქვს ზოგიერთ შემთხვევაში ისეთი გარემოებები, როდესაც თვითონ ფიზიკური ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე პატიმარი ვერ იქნება საფრთხის შემცველი, მაგრამ უსაფრთხოების წარმომადგენელი მაინც არის იქ და კონფიდენციალურობა არაპროპორციულად იზღუდება. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. ზურა, შენ ბოლო კითხვაა და ამით ამოვწოდოთ. ქალბატონ თამარ, ერთი პრაქტიკული შეკითხვა მაქვს. აი აქ საუბარი იყო იმ შემთხვევაზე, როდესაც დაწესებულებას სამინისტროს უწევს გარკვეული მედიკამენტების შეძენა მოთხოვნის შემთხვევაში და რაც გარკვეულ პროცედურებთან არის დაკავშირებული. უბრალოდ ინფორმაციისთვის მაინტერესებს პრაქტიკულად, აი რა ვადაში ხდება ხოლმე ერთ კვირაში, ერთ თვეში, აი რამდენად ლოგიკურ და გონივრულ ვადაში ხდება ხოლმე მიწოდება ადრესატამდე ამ მედიკამენტების. მადლობა. კეთილი, ეს ბოლო კითხვები იყო ქალბატონ თამარ, დიახ. კი ბატონო. იკას კითხვა იყო დაწესებულების ტიპთან დაკავშირებით. კი, ხდება, მე როგორც გითხარით, პირველი რა თქმა უნდა არის, უნდა გამოხდეს განთავსება მსჯავრდებულების და ხდება განთავსება იმ რისკების მიხედვით, რა რისკებით შეესაბამება ამ კონკრეტულ მსჯავრდებულს. სანამ რისკი განისაზღვრება იმ ტიპის დაწესებულებაში უნდა მოხდეს მისი განთავსება, რომელიც აქვს შეფარდებული, თუმცა არ არის ყოველთვის ეს განსაზღვრელი იმ ადგილისა, სადაც მას უწევს სასჯელის მოხდა. სამწუხაროდ ახალს ვერაფერს ვერ გეტყვით იმის გარდა, რაც უკვე მიღებული გაქვთ ინფორმაციის სახით სასჯელახსოვ პენიტენციური დეპარტამენტიდან. არის ხოლმე შემთხვევები, ამაზე ვისაუბრებთ, როცა საუბრობდი, რომ შეძლების დაგვარად ხდება საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინება და ყველა შემთხვევაში აპრიორი ამის გათვალისწინება ვერ ხერხდება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ უკეთესია, უმჯობესია
ასე უნდა იყოს, სადაც ამის შესაძლებლობა არსებობს, იქ ვცდილობთ რომ განვათავსოთ იმ დაწესებულებებში, რომელიც გახლოს არის მოთავსებული გეოგრაფიულად განლაგებული მათ საცხოვრებელ ადგილთან, თუმცა არის შემთხვევები, როცა სხვა დაწესებულებაში იხდიან სასჯელს და ეს ხდება იმ კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს და რომელიც არ არის ყოველთვის არ შეიძლება იყოს ყოველთვის საჯარო. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ინფორმაცია, მათ შორის შეიძლება იყოს გარკვეული, ასე ვთქვათ, კონფლიქტები წარსულში სხვა მსჯავრდებულებთან, რომლებიც არიან იმავე დაწესებულებაში და ასე შემდეგ. შეიძლება სხვადასხვა, ასე ვთქვათ, მიზეზი არსებობდეს იმისთვის, რომ მიზანშეწონილად არ ჩაითვალოს იმისივე უსაფრთხოებისთვის, თუნდაც ამავე მსჯავრდებულის უსაფრთხოებისთვის, ან სხვა მსჯავრდებულების უსაფრთხოებისთვის, ან სხვა მიზეზით მისი განთავსება ამა თუ იმ დაწესებულებაში. პრობლემა ჩვენთვის ცნობილია, თუმცა ანუ ამ კონკრეტულ რაღაც, ასე ვთქვათ, იმაზე მეც რაც იცით ისედაც ამასთან დაკავშირებით სამწუხაროდ დღეს ვერ გეტყვით. შემდეგი საკითხი შეეხებოდა კონფიდენციალობის უფლების არაპროპორციულ შეზღუდვას, როცა შეიძლება მსჯავრდებული იყოს ისეთ მდგომარეობაში, როცა მას ფიზიკურად არ შეუძლია რაიმე, ესე ვთქვათ, თავდასხმის განხორციელება ან რაღაც ესეთი რისკის შექმნა, თუმცა აი ესეც ძალიან ისეთი საკითხია რა, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იმსჯელო იმ კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე, რაც გვაქვს. შეიძლება იყოს მწოლიარე ეს მსჯავრდებული, მაგრამ მაინც იყოს მისგან გამომდინარეობდეს გარკვეული რისკი მაინც. არ ვიცი, ეგ შეიძლება იყოს, რომ აქვს წვეთოვანი დადგმული რაღაც, ანუ არსებობს რაღაცა გარკვეული საკითხები, რომელიც ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა აიწონოს და შეფასდეს. თუ თქვენ რომელიმე კონკრეტული შემთხვევა თან დაკავშირებით გაქვთ კითხვები, ჩვენ იმ კონკრეტულ შემთხვევაზე მზად ვართ, რომ ვიმსჯელოთ და ვითანამშრომლოთ, თუმცა ზოგადი მიდგომა ასეთია ჩვენი, რომ არაპროპორციულად ამ უფლების შეზღუდვა არ უნდა მოხდეს. ცალს თუ ასეთი რამ ხდება, ჩვენ ასე ვთქვათ, ყურებს არ დავხუჭავთ, არ აუცილებლად დავინტერესდებით ასეთი შემთხვევებით და მზად ვართ, რომ სამუშაო რეჟიმში ვითანამშრომლოთ და განვიხილოთ და ვნახოთ, რა ხარვეზებს შეიძლება პრაქტიკაში ამ ხრივ ადგილი ჰქონდეს. და რაც შეეხება როგორ რავადებში არის შესაძლებელი ზურა შეკითხვა მედიკამენტებით უზრუნველყოფა, ლაპარაკი არის, ეს ძალიან ინდივიდუალური საკითხი არის ძირითადად, იმიტომ რომ ზოგი მედიკამენტი ქსელში არ არის, ჩვენი სპეციალური სამსახური იმაშობა იღებს ინფორმაციას ჯერ სააფთიაქო ქსელებიდან, სად არის ყველაზე ახლოს ეს მედიკამენტი იმ კონკრეტულ შემთხვევაში და მე ხდება ამ მედიკამენტის შესყიდვა და მიწოდება. ლაპარაკი არის 2-3 დღეზე, ჩვეულებრივ, ანუ ეს არავითარ შემთხვევაში არ გრძელდება თვეობით და თუ კი რაიმე შეფერხება არის, ზოგჯერ არის, რომ ისეთი მედიკამენტი უნდათ, რომელიც ქსელში არ არის საერთოდ. ახლა თქვენ შეიძლება გქონდათ შემთხვევა, რომ მე მქონია მაგალითად შემთხვევა, რომ რაღაც მედიკამენტს ეძებ, რომელიც გეუბნებიან, რომ აი არ შემოსულა, ქსელში არ არის. აი ეს შემთხვევა შეიძლება გახდეს იმის საფუძველი, რომ აი ესეთი არაგონივრული, ასე ვთქვათ, ვადა შეიძლება ამ მედიკამენტის მიწოდებას დაჭირდეს. თუმცა ახსნადია ეს. სხვა შემთხვევაში, როცა მედიკამენტი ქსელში არსებობს, ხო, ჩვენ ნებისმიერი სააფთიაქო ქსელიდან შეგვიძლია ამ მედიკამენტის შესყიდვა. ის შეზღუდვა არ გვაქვს, რომ მაინც და მაინც ამ აფთიაქში უნდა ვიყიდოთ და სანამ იქ არ იქნება, მანამდე ვერ ვიყიდით. შეგვიძლია ძალიან, ასე ვთქვათ, ფართო ვისარგებლოთ სხვადასხვა სააფთიაქო ქსელის მომსახურებით. კეთილი. მადლობა, მანიშნა. კეთილი. კარგი, დიდი მადლობა. სანდროს ხომ არ უნდა რაიმეს დამატება. მადლობა ქალბატონ თამარ. ჩვენ ბევრი კომპლექსური საკითხები გვაქვს ერთად სამუშაოდ და კომიტეტის სამინისტროს და სახალხო დამცველის ყოველდღიური მუშაობა ამ თემებზე არის უაღრესად მნიშვნელოვანი.